მოგესალმებით მეგობრებო, შენი პოდკასტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარია შუმეროლოგი ოთარ გაბუნია. გამარჯობა ოთარ და გამარჯობა. დიდი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. მიხარია აკופნა. მოკლედ ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემა ოთარის რეგალიიდან გამომდინარე არის შუმეროების ეს მთელი სამყარო და ოთარი და მეც მასთან ერთად ვეცდებით რომ აი გავარკვიოთ რა არის სინამდვილე, რა არის მითი, იმიტომ რომ შუმერების ირგვლივ ბევრი კონსპირაცია არსებობს, ბევრი გამოგონილი რაღაც სიუჟეტი არსებობს და ძალიან მაგარი იქნებაც ისტორიულ მეცნიერული თვალით რომ მივუყვეთ ამ ყველაფერს დასაბამიდან მათ განვითარებამდე რა როგორ იყო და მოკლედ დიდი სიამოვნებით დავიწყოთ აბა იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მეც ეს თემა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თემა არის და დიდ ბედნიერებად მერგო ესე ვთქვათ ამაზე საუბარი დიდი სიამოვნებით. ზოგადად შუმერები ხო ეს რაღაცა მოსილი არის გარკვეული შარავანდედით, თუმცა ეს შარავანდედი კი ერთგვარად ბრწყინვალე არის, მაგრამ მეორე მხრივ რაღაცები იმალება ამ შუქჭრდილებში, სწორედ ის რაღაც კონსპირაციული თეორიები თუნდაც რაც როგორც ვახსენეთ, რომ დარგი იძლევა საშუალებას იგივე ვთქვათ, წყაროების ნაკლებობით ან დაზიანებული ფრაგმენტები ენის სირთულეები და ასე შემდეგ 100%-ით არ არის აღდგენილი, ამიტომაც გარკვეული შავი ხვრელები არის დატოვებული და სამწუხაროდ ზოგიერთი ცდილობს რომ რაღაცები კუდები გამოაყოს, თუმცა თემა ძალიან საინტერესოა და სიამოვნებით ვისაუბროთ. ხო, ნუ ერთ-ერთი მთავარი ჩვენც მინდა ვთქვით ზაქარია სიჩინი არის ერთ-ერთი მთავარი ნუ კონსპიროლოგი, მაგრამ ხო საინტერესო სამყარო აქვს მაინც დახატული, შეიძლება არ არის მთლად რეალობასთან მიახლოებული, თუმცა აი როგორც რაღაც ფანტასტიკური ჟანრის რაღაც შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ ვინ იცის, აბა მართლა რა იყო ეგეც არ ვიცით, მაგრამ აი რომ მოუყვეთ დასაწყისიდან უშუალოდ აი შუმერების აი ამ წარმომავლობას, აი ამ მესოპოტამიის მაგ ტერიტორიას, აი ამ გეოგრაფიას, იმიტომ რომ ეს დაკავშირებული არის რაღაც აი უძველეს ამ რაღაც ცივილიზაციებთან ბოდიში, სადაც აი ეს ბაბილონიც იყო, შუმერები, შემდეგ უკვე მაგავე ტერიტორიაზე მესიას ელოდნენ, ანუ ძალიან რაღაც აი მისტიკით, სულიერებით, კაცობრიობის პირველი კერებით გამორჩეული ადგილი არის და აი მაგაზე რო ვისაუბროთ, მან რო წარმოიქმნენ რამ შეუწყო აი გეოგრაფიამ ხელი მაგათ წარმომავლობას რა ვითარება იყო იქ იმ დროს როცა გაჩნდნენ და ზოგადად როდის გაჩნდნენ საერთოდ ხო ესე იგი მიადაქი ყველაზე რთულ საკითხს დასაწყის ხო საერთოდ ყველაზე რთული არის მათ შორის შუმერების, მაგრამ თუნებას მომცემ საუბარს დავიწყებ არა პრეისტორიული ხანით, როგორც თქვა ხო ისტორიკოსებს უნდა გამეკეთებინა, არამედ მოდი დავიწყოთ ძველი წელთაღრიცხვის 334 წლით ალექსანდრე კი მაკედონელის ბატონო პირველი ესე იგი ფეხის დადგმით მცირე აზიაში აღმოსავლეთში ჰელესპონტი როდესაც გადაკვეთა ძალიან წარმატებით და გახსნა ის რაღაცა პანდორას ყუთი თუ შეიძლება ასე ვთქვათ, სადაც იმ ბევრ ბედნიერებასთან და დამალულ ცოდნასთან, ახალ სამყაროსთან ერთად პირადად მისთვის ალბათ უბედურებაც ამოვიდა, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორ მეორე სასახლეში ბაბილონში, როგორც არის ერთ-ერთი ცნობა, არის გარდაცვლილი. რა არის ეს ყუთი, რომელიც გაიხსნა, ხო? და დაკავშირდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, თუმცა მანამდეც იყო მითები, ეს მითები მოგზაურობდნენ, ხალხებს შორის გადადიოდა, მაგრამ რაღაც ხელოვნური ჩარევა, რაღაც ერთგვარი აფეთქება, სწორედ აქედან იწყება. მოდი ახლა ვახსენოთ ის გეოგრაფიული გარემო, რომელმაც ასე მგონია, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა ზოგადად ამ ცივილიზაციის სპეციფიკაში. და რას გულისხმობ? ეს არის ტერიტორია, როგორც 7 დიდი მდინარის ცივილიზაციები არსებობს, ხო? მათ შორის ერთ-ერთი არის შუმერული, ტიგროსი და ევფრატი არის დედამდინარეები. ან გულისხმობ იმ ცივილიზაციებს რომლებიც განვითარდნენ აი სიტყვაზე ნილოსის სანაპიროსთან კი ეგეთ ბატონო, ხო ხო ხო, ეგვიპტე იქეთ აჰა ამერიკაში მაგალითად ხო არ ვიცოდი ეგრეთ ხო, უხასიათდებოდა 7 ხო, ეს პირობითად თქვი ინდოეთში ხო არის მაგალითად ინდა განდი და ხო ასე შემდეგ. ერთადერთი ამ მხრივ ალბათ კრეტა იყო გამონაკლისი, რომელიც კონძულოვანია და მაინც ეს მდინარე რადგან დაკავშირებული არის მისვლა მოსვლასთან, ვაჭრობასთან, ასთა გაცვლასთან, ამიტომ სწრაფი ფორმაციების ტრანსფორმაციების საშუალებას იძლევა. და კრეტა ის იყო რა კონძული იყო. მოკლედ რომ დაუბრუნდეთ სიტყვა სიტყვით მესოპოტამია, ბერძნული მეზოპოტამუს, დინარე შორის სივრცეს აღნიშნავს, ტიგროსა და ევფრატ შორის აუზს. თუმცა აი ამ ვიწრო გეოგრაფიული გაგებიდან ის ფართო კულტურულ მასშტაბზე იშლება,
ფაქტობრივად აღწევს ლევანტის სანაპიროს, ანუ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს, ირანის მთიანეთს, ლამის სამხრეთ კავკასიამდე ამოდის და ანატოლია, მცირე აზია, მთელი ეს ტერიტორია ძველი ცივილიზაციების აკვანი ფაქტობრივად გაერთიანებულია იმ კულტურულ ფენომენში, რასაც ჩვენ შუამდინარულ ცივილიზაციას უწოდებთ ზოგადად. რაც შეეხება შუმერების მოსვლას, ვინ იყვნენ შუმერები, ეს ნამდვილად თავსატეხია და თავსატეხია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს იმ პერიოდზე ვსაუბრობთ, რომელიც პრეისტორიულია და ეს გულისხმობს, რომ არ გქონდა წერილობითი წყაროები. შესაბამისად, აქ არქეოლოგიამ უნდა გვიშველოს, მაგრამ ისევ გეოგრაფიას რომ დაუბრუნდეთ, გამომდინარე იმ კლიმატური პირობებიდან, რაც არის შუამდინარეთში, საოცრად მშრალი გარემო, ბევრი რამ ნიადაგმა არ შემოინახა. ხო, უდაბნოს ტიპის გარემო არის უფრო ხო, მეტად. თუმცა თლად სამხრეთ ნაწილი შეგვიძლია უფრო უდაბნოს მივაკუთვნოთ, მაგრამ ჩრდილოეთ ნაწილი, აქ სადაც ნინევია იყო ან ბაბილონი, ნაკლებად არის ეს ზამთრის ჩვეულებრივია, მაგალითად ასურეთის ტერიტორიაზე, ხოლო სამხრეთი კი მეტად მშრალი არის და მთლიანად ეკონომიკა დაფუძნებული არის სოფლის მეურნეობაზე. ეხლა განსხვავებით ეგვიპტისაგან, იქ სირიუსი გამოჩნდებოდა და ნილოსი უნდა ადიდებულიყო, შემდეგ დაშლამავდა ამ ტერიტორიას და ძალიან მარტივი იყო იქ ნიადაგის და არც სჭირდებოდა ფაქტობრივად ასლი უნდა ჩაგეგდო და ამოდიოდა ორჯერ შეგეძლო მოსავლის მიღება. აქ წყლის პრობლემა არ არის. კი, ახასიათებს ეს გაზაფხულზე თაში იწვიმებს და დნება და რაღაც, მაგრამ წყალი არის, ორი უზარმაზარი მდინარე არის, არის ალუვიური პლატო და პრობლემა არის წყლის ნაკადის კონტროლი. წყალი იმდენად ძლიერია, აი რო იწვევს მაგალითად ქურთისტანის მთებში, ეფრატის სათავეებში, არაფერი არ აჩერებს ამ წყალს. და ხშირად არის წყალმოვარდნები, რაც იწვევს შემდეგ წარღვნას და ასე შემდეგ, ამაზე ვარსოფებიც ვისაუბრებთ ალბათ რაღაცეები ცნობილ ალბათ, ხო? წარღვნაზე და იძულებული ხდებიან, რომ აკონტროლონ წყლის ნაკადები. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, შუმერი მაგალითად მონარქი ამაყობდა ორი მთავარი საქმით. ერთი იყო ტაძრის აშენება, მაგალითად გუთიამესა და ეს ტაძარი ავაგენ ინგირსის სახელზე და მეორე იყო როდესაც ეს არხი გავიყვანე. ამ არხებს სახელები ერქვა. ერთ-ერთი მეფე სხვადასხვა ძალიან ცნობილი ამ არხის გაყვანასაც შეეწირა. ხა რო დაუბრუნდეთ ისე ჰატყობთ უვლი ეხა ხო, ნუ მაგათვის საამაყო მოვლენა იყო, ძალიან როდესაც აი ამ რთული იყო. წყლის მომენტს აკონტროლებდნენ და მათი სახელი რაღაცა ხო, იყო მანდ აქტიური, ხო? მოკლედ ეს არის ხალხი, ვინც შექმნა დამწერლობა, პორბალი დააყო დროის გაგება ისეთი როგორც ჩვენ გვაქვს 60 წამი, თვეები, კალენდარი და მოახერხეს იმ გარემოში, სადაც ფაქტობრივად არანაირი წიაღისეული არ არის, გარდა ეს ბითუმი და ფისისა ეს ნავთობის მაგვარი ნივთიერებების, ყველაფერი იყო იმპორტული. და ეს იმპორტის ქსელები იმ ხელაზე იყო სავაჭრო ქსელები, რომ მათ შორის ინდოეთამდე ჩადიოდნენ, ხმელთაშუა ზღვისპირეთამდე, სირიის ტერიტორიაზე ამოდიოდნენ ხეტყისთვის, ქვასაც კი ეზიდებოდნენ და ეს მართლაც გაოცებას იწვევს. და უძველესი, აი, ჩანაწერი როდის არის პირველი, რომ აი შუმერები დაფიქსირდნენ, რომ აი ამ დროს უკვე სიტყვაზე პირველი სოფლები აქვთ, ან რამე, აი ხო, მიახლოებით რა პერიოდზე გვაქვს საუბარი? ძალიან კარგი კითხვა, დამწერლობის საკითხი ხო. ზოგადად. როგორ ჩდება დამწერლობა? მოდი, ვთქვათ, ჯერ რატო ჩდება დამწერლობა საერთოდ, რა საჭირო არის დამწერლობა გაჩნდეს. იმიტომ რომ არის ცივილიზაციები, რომელსაც საერთოდ არ ქონია ხო დამწერლობა და არის დღემდე ხალხები, რომლებიცაც არ აქვთ საკუთარი დამწერლობა. როგორც აღნიშნეთ, ეს წყლების ნაკადების კონტროლის საშუალებას იძლეოდა ნიადაგის გასანაყოფიერებლად და ძირითადად ხორბალი მოჰყავდათ, ლუდის შემქმნელები არიან მათ შორის აი, მაგამდეც უნდა მივიდეთ აუცილებლად. და ძალიან დიდი რაოდენო მოსავლიანი იყო ეს მიწა. და წარმოვიდგინოთ ახლა საზოგადოება, სადაც მაგალითად აი ჩვენ ვართ დაახლოებით 50 კაცი, პატარა თემი,
და რა ტიპის მოწყობის საზოგადოება გვაქვს ჩვენ? ჩვენ გვაქვს სატაძრო მეურნეობა გარკვეული ტიპის, არის ესე ვთქვათ რელიგიური დაწესებულება, თუმცა ითავსებს ადმინისტრაციულ ფუნქციას. ამ სატაძრო მეურნეობას აქვს თავისი მიწები და ჩვენ როგორც აქ მაცხოვრებლები მუშაობთ ამ სატაძრო მეურნეობის მიწებზე, თუმცა ჩვენი საკუთარი აი ამ იურიდიულ ტექსტებზეც მივართ და ვიტყვით, გულისხმობ, რომ რომ რაღაც ტაძარი არის აშენებული, რის ირგვლივადაც ხდება ეს ამ ყველაფერი? ტაძარს ეკუთვნის მთლიანად ქალაქი, ეკუთვნის მიწები და ხალხი არის აი ამ ქალაქის, ამ ტაძრის შვილი. ესეთი ჰმ. გაგება არის. და გარკვეულ ეტაპზე ძალიან მოწესრიგებული ხალხია და ეს ბევრ რამეში, მათ შორის ენაზე საუბრისაც გამოიკვეთება. აა საჭირო გახდა აი ამ დიდი შემოსავლების კონტროლი. აი, როდესაც ვართ 50 კაცი, მაგალითად, ვინ რამდენი ცხვარი მოიყვანა, ხორბალი მიღებული თქვათ 10% რო ჩამოვარ, ეს დათვლადი არის. მაგრამ რაოდენობა რო იზრდება და თქვათ 10.000-ებს რო ვაჭარბებს, უკვე რთული არის. ამ შემთხვევაში პირველად შემოდის დამწერლობამდე ერთგვარი პირობითი თიხის ქვებივით და ტოკენებია ერთგვარი ხო, სათამაშო და მოდი თქვათ ეს სხვა აღნიშნავდეს პირობითად 10 სულ ცხვარს, რაღაცა ამდენ ხორბალს, საზომი ერთეულებია სხვადასხვა და ასე შემდეგ. მაგრამ იმდენად გაიზარდა ეკონომიკა და აქ სხვადასხვა ქალაქ სახელმწიფოებია რაღაც თითქოს მოწყობით გაქვს ბერძნულს, მაგრამ მაინც განსხვავებული არის. ეკონომიკა უფრო ხორბლის ხარჯზე გაიზარდა თუ რამე ქონდათ კიდე აა სპეციფიური მაინც? გაიზარდა მოსახლეობა მოსა იზრდება, ხო ძირითადი არის ხორბალი. და ცხვარი ყავთ ბევრი, საქონელი, წვრთნელს გულისხმობ. და რაოდენობა უკვე სატაძრო მეურნეობა ვეღარ აუდის ამის კონტროლს. შესაბამისად, გაჩნდა აი აქ პირველად, რომ ეს ქვები უკვე გროა არის იმდენი, რომ ამ ქვების თვლასაც უკვე აზრი აღარ აქვს. და მოდი შემოვიღოთ რაღაც პირობითი აღნიშვნები და ეს აღნიშვნები კეთდება იმაზე, რაც ულევი არის შუამდინარეთში, ეს არის თიხა. ამ თიხას აიღებენ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა ზომა არის საშუალოდ თიხის ფირფიტა, რომელზეც ნუ, ალბათ ამის მეოთხედი? კიდევ უფრო პატარა კიდე უმრავლესობა არის ხელის ხელის გულზე დაიდებდნენ, მოამრგვალებდნენ, დაახლოებით 4 კუთხედი ფორმა შეიძლება მიეცოთ და გადაჭრილი ლერწმის ტოტით, როდესაც sveli არის, უნდა დააჭირო და გაკაწრო. აი ამ ნაკაწრებიდან შემდეგ აი ეს აღქმა გამოვიდა თითქოს ლურსმულდან ხო, ლურსმულს წარწერას, ეძახიან, ამიტომ შუმერულსაც, ხო, ამიტომ ხო. ეძახით, ხო. და გაჩნდა თავდაპირველად ისეთი წარწერა, რომელიც თითქოს უფრო ნახატი იყო და ასოციაციას იქნიდა, რომ მაგალითად კაცი ეხატა და თქვათ ხორბლის აღნიშნული და კაცმა და ციფრი რაღაც მოიტანა, თქვათ 10,000 ტონა და ხორბალი. შუამდინარული იეროგლიფივით იყო, ხო? იმიტომ რომ ჩინურ იეროგლიფებშიც ხშირი არის, რომ რაც ქალი ნიშნავს ამას, ორი ქალი ნიშნავს ბედნიერებას. შეიძლება არასწორად ვიძახი, მაგრამ ესეთი პრინციპები არის იქაც და აქაც თითქოს მსგავსი ლოგიკა დევს მაგაში. კარგი შენიშვნა არის, თუმცა იეროგლიფის პირობითად აქ იეროგლიფს უფრო არ უწოდებთ, უწოდებთ გრაფემებს, ლურსმულ გრაფემებს, ესეთი გრაფემები. ტერმინი არის. და მოკლედ პირველი ტექსტები მე-4 ათასწლეულზე რო გავცეთ კითხვას პასუხი არის მე-4 ათასწლეულის მიწურულს, ძველი თარხუცის ბუნებრივია, ჩდება სამეურნეო, წმინდა სამეურნეო ხასიათის ტექსტები, რომ აკონტროლონ შემოსავალი, გასავალი, იმიტომ რომ იქ მუშას ანაზღაურება ეძლევა, ძალიან მოწესრიგებული სისტემები არის, ანუ დაალაგებული ქონდათ მთელი სახელმწიფო კი, მანქანა, ხო? სახელმწიფო მოწყობა არის და აა ძალიან გვიან მივდივართ ჩვენ პირველ ლიტერატურული ხასიათის ტექსტებთან, სადაც უკვე ჩანს მიხვდნენ, რომ შეიძლება ეს წარწერები სხვა დანიშნულებისთვისაც და გამოვიყენოთ და ეს უკვე ის პერიოდია, როცა ბოდიში სოფლებიდან ქალაქებზე გადავიდნენ და ეგრე განვითარდნენ, ხო, უკვე რო გაფართოვდნენ და უკვე თავს ალბათ უფლება მიცეს, რომ ლიტერატურაც, იმიტომ რომ ხელოვნება ხო მაგროს ჩდება, როცა ბუნებრივ ყველა მოთხოვნილებას დაიკმაყოფილებ, აღარ გაქვს ადარდებელი, რაც დაალაგებულია მანქანა მუშაობს და უკვე ფუფუნება გაქვს, რომ შექმნა ხელოვნება. დიახ, ეს უკვე საქალაქო მოწყობის სახელმწიფოები არის ერთი ძირითადი ქალაქი, რომლის ირგვლივაც შეიძლება პატარა ქალაქები იყოს გაერთიანებული და
ფუნქცია იყოს გადანაწილებული, მაგალითად ერთი იყოს ადმინისტრაციული ცენტრი, მეორე იყოს რელიგიური ცენტრი, მესამეში იყოს მაგალითად რაღაც სამეურნეო ტიპის რაღაც დედოფლის სასახლე და იმას თავისი ინსტიტუციები და ასე ყველას თავის ფუნქცია ასე ჰქონდა, ხო? შემდეგ შეიძლება იყოს. ეს ახლოს იყო ერთმანეთთან და აი ამ საქალაქო მოწყობის ჩანასახებში ჩდება რა თქმა უნდა პირველი დამწერლობები, თუმცა რაც არის ხელოვნება, ამასაც ოღონდ სამწერლო ხელოვნებას გულისხმობ, რა თქმა უნდა, ამანაც ცოტა დააგვიანა, ესე პირველი ლიტერატურული ტექსტი თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომელიც ჩვენამდე მოღწეული არის, დაახლოებით 26-25 საუკუნეებით თარიღდება, რომელიც რელიგიური ხასიათის არის. მოგვითხრობს, თქვათ, შეიძლება რაღაც საყორო შექმნაზე იყოს რაღაც პატარა წანამძღვარი, ან მნიშვნელოვანი მითოლოგიურ შინაარსს შეიცავდეს და ის ცნობილი გილგამეში უკვე მესამე ათასწლეულის მიწურულს იწერება. ყველაფერი თიხაზე არის ლურსმად ამოტვიფრული, ხო? იქ პაპირუსი ან რამე მსგავსი არ არის. ხო, თავარი მასალა იყო თიხა და რატო თიხა? საოცრად გამძლე არის. ესე იგი ამ რომ მოზელდნენ, სანამ სველი არის, გამოსახულება გამოყავს იოლად, მერე დადებს ზეზე, ზე ისეთი არის, რომ საოცარი, სულ რამდენიმე წუთში ის უკვე გამომშრალი არის და უძლებს საუკუნეებს. თუ არ მოხვდა ტენი, არ დასველდა. მაგრამ იმ შემთხვევისთვის, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო წარწერა, ამ თიხის ფირფიტებს გამოწვავდნენ. და გამომწვარი თიხა, ანუ აგურზე ბევრად მტკიცი არის და ამის და დროსაც უძლებს, დღემდე ხო. მოაღწია და სხვათა შორის ზოგჯერ დიდი უბედურება შეიძლება დიდი ბედნიერების საწყისი იყოს, ამაზე მახსენდება, როდესაც აშურბანიფალის ეს ცნობილი ნინევის ბიბლიოთეკა 539 წელს მიდიელებმა გადაწვეს ბაბილონთან ერთად. ეს დიდი უბედურება იყო, მაგრამ რა მოხდა? ხის თაროებზე იყო დალაგებული წარწერები, ძალიან მოწესრიგებული ბიბლიოთეკა იყო, სხვათა შორის ამ ფირფიტებს ჰქონდა კოლოფონები, სადაც ეწერა ვინ გადაწერა, ავტორი ვინ არის. ბოლო სტრიქონი იმეორებდა შემდეგი ფირფიტის წინა სტრიქონს, რომ გაგეგო რომელი იყო შემდეგი. ვაუ. იყო დახარისხებული მაგალითად იქ რაღაც მითოლოგიური ტექსტის სამეფო ჩანაწერები, იურიდიული ტექსტები, წმინდა ლიტერატურული ხასიათის საკმაოდ ტექსტები. ყურადღებიანი ძალიან ხალხი იყო. არქივარიუსები ყავდათ მაღალი ხო. დონის და გაგვიმართლა, რომ ამ ვანდალურ ფაქტმა გამოწვა ეს მთელი ბიბლიოთეკა. გაამყარა პირიქით, ხო? და ფაქტობრივად ეს არის ყველაზე დიდი ლურსმული ფონდი, რომელიც ასე ერთბაშად შემოგჭა 30,000-მდე ლურსმული ფირფიტა არის. ფაქტობრივად თითქმის ყველა მნიშვნელოვანი შუამდინარული და ლიტერატურული ძეგლი ყველა არის. ფირფიტა, ნუ უმეტესად ყველა შესწავლილი არის დღემდე თუ კი, ეს ფირფიტები შესწავლილი არის. ეგეც საინტერესო საკითხია, რა რაოდენობის წარწერებზე გვაქვს საუბარი დაახლოებით, ხო? მილიონობით უფრო მეტიც დღეს თანამედროვე ასირიოლოგია ჰქვია ზოგადად აი მიმართულებას, რაც იკვლევს აი იმ ცივილიზაციებს და დამწერლობებს, რომელიც ლურსმული დამწერლობით სისტემას იყენებდა, იმიტომ რომ მათ შორის შუმერებმა შექმნეს ეს სისტემა. თუმცა ამას იყენებდნენ აქადელები, სემიტები, ბაბილონელები, ასურეთში იყენებდნენ ურარტუ, ხეთები, ხათები, ელამშიც კი იყენებდნენ, აქეთ უგარიტი არის სირიის ტერიტორიაზე. ფაქტობრივად ეს მთელი ის გეოგრაფიული გარემო, რაც ვახსენებთ, იყენებდა, კი თავის ენებს წერდნენ, მაგრამ ამ დამწერლობით სისტემას, როგორც მაგალითად დღეს თანამედროვე თურქეთი იყენებს ლათინურს, ხო? და არა რაღაც თავის დამწერლობას. ეს სისტემა ამან შემოინახა 100,000-ობით ტექსტი და დღეს თანამედროვე მეცნიერება ჯერ კიდევ ანუ აქტიურად მუშაობს ამოღებული ტექსტების და არქეოლოგია მიდის და კიდევ მოდის ეს ტექსტები პირველ 10%-ზე. პირველ 10%-ზე. კი, პირველ 10%-ზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით დანარჩენები რა არის, როგორ არის. ახლა უცებ ვიტყვი მიწიდან მუზეუმამდე რა გზას გადის ფირფიტა და ჩვენამდე მკითხველამდე. ნუ არქეოლოგები როდესაც ამოიღებენ, იქ მიდის სპეციალური კოდის მინიშნება, მიწერა და თუ ყავთ იქ სპეციალისტები, როგორც წესი დღესდღეობით ყავთ, მიდის ძალიან მარტივია სპეციალისტების ჟანრის გარკვევა, ერთი შეხვედრით, ან უბრალოდ რომ ხო, რა კატეგორიაში მოაქციონ. და აი უმრავლესობა ტექსტების არის ასე
ესე იგი შენახული დაკაბათონებული ანუ ბიჭო. მიახლოებით არა იციან რაზეა, თუმცა ხო, რა წერია მასში და არა რა და არის ეგ ხშირია არის. შეცდომები, რომ რაღაც ადმინისტრაციულ ჩამოწერში ჰიმნი შეიძლება ნახონ ღვთაება ენლილისადმი მიძღვნილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და დაახლოებით არის ესე იგი კატალოგებში გაშვებული ეს ტექსტები, მაგრამ ძირითადად, ხო, იმიტომ ვა. რომ ყოველ წელს იმართება რაღაც Rencontre Astrology, ესეთი შეხვედრა არის, ძალიან ტრადიციული კონფერენცია ნიუ-იორკიდან ტოკიომდე, რომ მოხიკო რაღაც ემერიტუს პროფესორიდან დაწყებული თლათ ბაკალავრიდან, ჯამში ალბათ 500 კაცს არ გაცდება რა და ეს 500 კაცი გადანაწილებულია ამ ყველა ენაზე, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ამიტომ აა დიდი მასალა არის და ბევრი სირთულე ხო, არის და ჯერ კიდევ ბევრი დიდი ბევრი მომავალი არის ალბათ წინ სამუდამოდ იარსებობს ეს დარგი. ხო და რა მაგარი არის რომ სულ არის რაღაცა რაც შეგიძლია ეძიო და მეტი შეიცნო და ხო, გააფართოვო ეს წარმოდგენა ამ ძველ ცივილიზაციაზე და აი სანამ გავაგზავნებთ უშუალოდ აი ამ დამწერლობაზე აი რა მაინტერესებს იცი? აი როცა გაჩნდა ეს პირველი ხელნაწერები შუმერებზე და ეს უკვე ნიშნავს რომ ის საკმაოდ განვითარებული ცივილიზაცია აქვს რომ დაჭირდათ უკვე დაწერა და ისინი თავის თავს მაგროს უკვე შუმერებად მოიხსენიებენ თუ ეს ჩვენ დავარქვით მათ შუმერები ანუ თავის თავს როგორ აღიქვამდნენ ისინი ეს მაინტერესებს და აი მახასიათებლები როგორი ქონდათ თავისი მჰმ, გეოგრაფიიდან გამომდინარე, მაგალითად არიელ რასას ხო იძახი, რაც ქერათფიანები, ცისფერ თვალებები, იქ მთის რასას ცოტა რაც მჰმ, შენარჩუნებული გენი აქვს, იმიტომ რომ გარმოხდა გენების აღრევა მიგრაციის გამო ან პირობითად თავისი ლანდშაფტმა ესეთი ჩამოაყალიბა. აი უშუალოდ აი ეს ანტიკური შუმერები თუ არის შემორჩენილი რამე ცნობა ამაზე როგორები იყვნენ? მაღლები, მჰმ. დაბლები, რაც კეხიანი ცხვირი ქონდათ, როგორი კანი, აი ხო, ეგეთ სურათხატიც ანთროპოლოგიური ხო, საკითხი. ხო. ხო, ეგ ძალიან საინტერესო საკითხია. როგორები იყვნენ შუმერები? მოღწეული არის ჩვენამდე გარკვეული გამოსახულებები, მათ შორის ქანდაკებებიდან ვიცით, გარკვეული ტექსტების აღწერილობიდან და მოდაში ბჭყალებში ვამბობ, რა თქმა უნდა, თავი ჰქონდათ ხოლმე გადაპარსული, ესე ვთქვათ. მოდაში არ ვიცი, შეიძლება რა იყო ამის, მაგრამ ამ ნუ უმრავლესობა პრაქტიკული იყო ალბათ. ქანდაკებას თმები არა აქვს. ცოტა პუტკუნა ტიპები არიან, ასე გამოყვანილი, კარგი ნუ მოკეიფე. ლუდი თუ ქონდათ და ხო ას რა. ხორბალი? რაღაც ისეთი კეხიანი ცხვირი და ესეთი ნიშნები მაგრამ წვერებიც ქონდათ, ხო, იმიტომ კი, რომ ბევრ წვერებიც არის. ფრესკებს და რაც სულ აი და მომრგვალებული თითქოს ყულულა წვერებივით კი, აქვთ. თუმცა ეგ უკვე ასურული არის და ასურული სემიტები ხო, ხო. არიან. სემიტები, თუმცა შუმერულიც არის ეგ დაფიქსირებული, მაგრამ ხო, ეს სელის სამოსებიაციოდ კაბები, მათ შორის მამაკაცებს და ცოტა ესეთი მოსული პუტკუნა ტიპები არიან ამ გამოსახულებებში, როგორც წესი. ძალიან მშვიდი ხალხი არის. ხო, ეგეც არის დახასიათებული, ხო, აი როგორი ხო, ის ქონდათ არ არიან ხასიათი. იმპერიალისტური ხასიათის არ არიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უამრავი აჯანყება ჰქონდათ ერთმანეთს ძალიან ებრძოდნენ ეს ქალაქ სახელმწიფოები და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც ეს კლასიკური იმპერიალისტური ასპექტი რაც ზოგიერთ ხალხში და ცივილიზაციაში ანუ იყო, ესე დამპყრობელი ერი არ ყოფილა, ხო, ხო? არ არიან ესეთი ტიპები. სადაც სამხრეთში, სადაც არიან სამხრეთში მომდინარეში, იქ სახლობენ და მაინდამაინც არცილობენ გაფართოებას და ეს შუმერების ვინ როგორ უწოდებდნენ საკუთარ თავს, ესეც ძალიან საინტერესოა. ჩვენ შუმერებს უწოდებთ აქადური ტექსტიდან გამომდინარე, ანუ სემიტები უწოდებდნენ მათ ასე. ან ეს ხალხი არის შუმერები, თუმცა თავიანთ შუმერებს არ უწოდებდნენ. ხო, ეგ საინტერესო. შავთავიანებს უწოდებენ თავიანთ თავს. ხო, შავთავიანები. ეს შეიძლება ქუდთან იყოს დაკავშირებული, ან თმის ფერთან იყოს მითოლოგიასთან ხო არ არის რამე კავშირი, რამე რელიგიური დატვირთვაც ხო არა აქ არ არის ამას რას სხვადასხვა. უпростоრად არ იძლევა ტექსტები ამის მტკიცების საშუალებას. ქიენგი ასე უწოდებენ საკუთარ სახელმწიფო ქვეყანას. კინგი? ქიენგი. ხო. თუმცა როგორც აღნიშნეთ, შუმერი თვითონ არის უკვე აქადურ წყაროში. მათ აქადი შუმერი, ესე იგი შუმერისა და აქადის ქვეყანა დავიპყარი და ასე შემდეგ, როდესაც სემიტი წარმოშობით სემიტი მართველი საუბრობს სამხრეთზე. აა ხო. ვაუ, ძალიან საინტერესო არის და მაგათი მთავარი ქალაქი შენ მახსოვს მომწვევი ურუქი იყო ეს მაგრამ ურუქამდე ახლა მჰმ. მომივიდა ეგეთი კითხვა რომ ახსენე რომ დაპირისპირებები იყო რაღაც შიდა. როდის მოხდა გაერთიანება და რამ გააერთიანეს და მანამდე რო თქვი რა ტაძრის ირგვლივ ხდებოდა მჰმ. მეურნეობა ყველაფერი ამ შემთხვევაში უკვე ერთი ქალაქი ასრულებდა
ერთგვარი ტაძრის ფუნქციას, ანუ ცენტრი რაც იყო და ამის ირგვლივ იყო უკვე რაღაც აქ რელიგიური აქ შემეცნებითი Mhm. დაწესებულებები თუ აი რა სტრუქტურით გადათამაშდა უკვე ეს ყველაფერი, როცა დაალაგდნენ შიდა საქმეებში თვითონ. Mhm. ისტორიულ საკითხს შევეხოთ, მას ნება მომეცი თქვა, მართველობიდან დავიწყო, ესე იგი მენეჯმენტში ვინ ხო, არის ამ შიდა სახელმწიფოს, ხო. იმიტომ რომ ეს კარგად ახსნის მოწყობის ტიპს. ამ ადრეულ პერიოდში ვინ მართავს ამ პატარა ქალაქს? ეს არის რელიგიური ჟანრის ტიპი, NC, რომელიც იმდროულად ითავსებს გარკვეულ ადმინისტრაციულ თანამდებობას, არის ამ ტაძრის ქურუმი, შეიძლება ეგეთი რაღაც სამოსახურო ტიპი და განაგებს ამ მეურნეობას. მას ყავს პატარა დელსახურები სატაძრო მეურნეობას. მეფე ანუ თან ქურუმი არის და თან მეფე მარტო არ თუ არის. მე მივდივარ ახლა როდის ჩდება მეფე. გასაგებია. მაგათ ან რაღაც რელიგიურ ადმინისტრაციულ ტიპი უკეთებს ლოჯისტიკას აი ამ ჩანახსას, სადაც ჯერჯერობით არ არის დიდი მეურნეობა. ცოტა ხანში ეს ბევრი არის ესეთ პატარა ჩანასახები, ესენი მრავლდება და იზრდება ეკონომიკები. ხო უფრო მეტ მიწას ამუშავებენ, უფრო მეტი შემოსავალი აქვთ და შესაბამისად ამ ქალაქებს შორის არსებული სამეურნეო სავარგულები ხდება კონკურენციის სცენა. ხო. იმიტომ რომ ახლოვდება ერთმანეთთან ეკონომიკები. და ბევრი საინტერესო ტექსტი გვაქვს ამასთან დაკავშირებით და პირველი შეტაკებები ხდება. ნუ დაპირე კონფრონტაცია ხდება გარკვეული, რომ როგორ ნიშნავენ საკუთარ ტერიტორიას. ამ არის ერთგვარი ცოცხლში ჯავახეთშიც არის მენჰირებს ვეძახით ჩვენ. ვიცი ეს ქვის ნაგებობები რაც არის. აი მსგავსი რაღაც შეიძლება ქვის სტელა ან ნიშანი იყოს დადგმული და ეს ნიშნავს, რომ აქამდე გრძელდება ამის ღმერთის ძალმოსილება. და იმის იქეთ შეიძლება ვეღარ დაგიცვას რა. და რო დადგამენ, ესე იგი გვაქვს ცნობები, რომ ის მეორე ქალაქის მართველი ხალხი შემოიჭრება, ამ სტელას ან საერთოდ მოიპარავენ, ან წაი გადააგდებენ სადღაც უფრო იქეთ და გაზდიან. მოკლედ ეს ალბათ დიდი შეურაცხყოფის ნიშნადაც ითვლებოდა, იმიტომ რომ უკვე ღვთაებებთან გიწევდა ურთიერთობა ხო და ეგთებაც მერე გავშალოთ უკვე რა სისტემა აქვს ღვთაებრივი. და ჩთება ცოტა ხანში საჭიროება, რომ ეს ქურუმი არა ის ტიპი რა, ვინც წავა და მუშტიკებს გამართავს ამ ხალხთან. და აი აქ ჩდება მეფე, რომელიც მეფე არის და რა ქვია შუმერულად მეფეს, ეს არის ლუგალი. სიტყვას ვიტყვით, კომპოზიტი არის ლუ არის კაცი შუმერულად, ადამიანად გალ არის დიდი, დიდი კაცი. ვინც მოერევას ხო? ხო, ვიღაც დიდი კაცი მოდის და ეტყვის, რომ წავედით რა, მე შემიძლია ალბათ ვაჩვენო ვინ არის აქ და თავი ვირები ყავთ, ვირებით იბრძვიან ესენი. და ვირების რაზმით ესე გაეშურებიან. ცხენი გვიანჩდება. ცხენი გვიანჩდება. ესენი ვირებით გაეშურებიან. ძალიან სასწაულს ანახავ იქნებოდა ეს დიდი კაცები ვირებზე რომ დაახლოებით 30-იან 60 კაცი თუ იყო ეს გიგანტური. და გაჩნდა საჭიროება აი ამ მილიტარისტული კლასის სტაბილურად არსებობის. და ეს კლასი იმდენად იზრდება, რომ ცოტა ხანში ზღუდავს იმ ქურუმის ძალაუფლებას. იმიტომ რომ ადმინისტრაციულ ესე უსაფრთხოებას ესხმის, შემოსავალს ეს იცავს, ხალხს ამის იმედი აქვს და როგორც ამ ხედრო გადატრიალებები ხდება დღეს, ხო, იზრდება კლასი, ძალაუფლება და პოპულარობა და ჩნდება ამ ლუგალის არსებობა საჭირო. ცოტა ხანში ეს ლუგალი გახდება ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ამ ქალაქის სახელმწიფოსი და აი ეგ არის ძალიან საინტერესო ტრანსფორმაციები მეფის პიროვნება როგორ ვითარდება შუამდინარეთში და შუმერში კერძოდ. ის თავდაპირველად არ არის რელიგიური ტიპი. მაგრამ ამ ძალაუფლების დასთან ერთად ცოტა ხანში გახდება უმაღლესი ქურუმიც. ინტეგრაციას უკეთებს ამასაც. როგორც აი ქრისტიანულ კულტურაში ხო მეფე ორგზის მირონცხებულია, რაც ლეგიტიმაციას აძლევს მას ხო გარკვეული გამორჩეულობის. მსგავსი რაღაცას ხედავ მე ნიშანს ხედავ, რომ ის იძენს, ესე იგი, რელიგიურ სარჩულსაც მეფე და აქვე არის ადრეულ მაგალითად გამოსახულებებს თუ ნახავთ, არის ღვთაების გამოსახულება და სრული, ესე იგი, ხანდაკება და მის ფეხთან არის ძალიან პატარა მეფე. ცოტა ხანში მეფის გამოსახულება იზრდება
მაგრამ შუმერები ძალიან თავდაბალი ხალხი არის ამ მხრივ. აი ეს მოდის უფრო სარგონ აქადელი რო შემოდის, ეს სემიტეთ ჩრდილოეთიდან და აქადის პირველ და იმპერიალ ჩანასახს ქმნის. მ, და მისი შემდეგ შთამომავალი ნარამსინი, ნუ უკვე როგორ არის იცით, არათუ სურათი იცვლება ესე რადიკალურად, ეს ნარამსინი არის ეს მთის წვერზე არის, ქურ არის სამყარო, ესეთ მთა არის მისთვის სამყარო, იმის წვერზე და ღმერთების ნიშანთან აქვს ხელი ფაქტორ გაწვდენილი და საერთოდ ღვთაებრივ კლასში უფრო დიდიც კი არის თითქოს. ხო, ძალიან ისე ხო, არის დახატული თუმცა და შემდეგ როდესაც იშლება ეს აქადური იმპერია და აი აქვე დაუბრუნდები ამ ისტორიულ საკითხს, ერთიანი იყო თუ არა შუმერული სახელმწიფო, ხო? თავდაპირველად, ესე იგი არ იყო, იყო ესეთ პატარა ქალაქ სახელმწიფოები, რომლებიც ამ საკითხების გამო ომობდნენ და ამან გამოიწვია კლასობრივი ფორმირებები. შემდეგ შემოდის ჩრდილოეთიდან სემიტი ხალხი, ქმნიან პირველ ძლიერ ცენტრალიზებულ სახელმწიფოს, აწესებენ კალენდარს, რაღაც ერთიანი რაღაც აღნიშვნები ხდება იგივე ლექსიკონებში ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს იშლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აჯანყებები არის და გარე ფაქტორიც ხელს უწყობს და იმ შემდეგ უკვე შუმერებს აქვთ ერთი ორი ნათელი გამონათება, იგივე ურის მესამე დინასტიის სახით ან ლაგაშის სახით, მაგრამ ყოველი მათგანი არის ერთი ქალაქი, რომელიც მოიპოვებდა ძალაუფლებას და მის ირგვლივ აერთიანებდა გარკვეულ კონგლომერატს. ერთიანი შუმერი არასდროს არ ყოფილა, ყოველთვის იყო ქალაქ-სახელმწიფოებად დაყოფილი და უკვე როდის წყვეტენ არსებობას როგორც პოლიტიკურად აქტიური საზოგადოება. ესეც ალბათ საინტერესოა ამ თემას ებმის. ეს არის მესამე ათასწლეულის ბოლოს, ესე იგი ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით მე-20 საუკუნეში, ისინი აღარ არიან უკვე პოლიტიკურად წარმმართველი ხალხი, აქ მიგრაციებიც ბევრი არის, სემიტები და აქადელები ძალიან ბევრი არიან შემოსული და ფაქტობრივად საბოლოო წერტილი დაუსვა ამ ამორეულმა ჯგუფებმა, როგორც ამორიტები, როგორც ინგლისურ მაგ ლიტერატურაში. დროს იპყრობენ თუ ეს უბრალოდ ამათი არჩევანია, რომ აი აღარ გვინდა პოლიტიკა და სხვა რამეზე უნდა გადავერთოთ. არა, ამათი არჩევანი არ არის, აქ ხდება შერევა. დიდი მასები შემოდის ძალიან, ესენი არ არიან ასე მრავალრიცხოვანი, კარგავენ ძალაუფლებას და ნელ-ნელა ითქვეფებიან, როგორც ახლა მაგალითად დღეს ბევრი ხალხი გაქრობის პირასაა, ხო? მაგალითად იგივე ჩრდილო კავკასიაში სოფლები არის შემორჩენილი, სადაც იქ რამდენიმე თემი საუბრობს ამა თუ იმ ოჯახზე და იმპერიალისტურ წყობაში, რომელიც არ უწყობს ხელს ამათ თქვათ კულტურის შენარჩუნებას, საერთოდ ცოტა ხანში გაითქვიფება. აი ესე თანდათან საუკუნეობრივი პროცესია ეს რა თქმა ცხადია. უნდა, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ შუმერულ კულტურას წერტილი დაესვა. პირიქით, აი სემიტურ და იგივე ძველ ბაბილონში მაგალითად აყვავება მოხდა მთლიანად შუმერული კულტურის და ესეთი კარგი მაგალითი მაგრამ არის. რაღაც სახის ცვლა მაინც ისეთი აუთენტური აღარ იყო, ხო? ალბათ რაღაც უფრო, იმიტომ რომ ამდენი ხალხი რო შეერია, ბუნებრივია ძალიან ბევრნაირი ინფორმაციის მატარებელი რაღაც შეერეოდა ამ პროცესს და რაღაც თითქოს მგონია რომ კიდე სხვანაირად გაიფურჩქნებოდა მაგაზე რა შეგიძლია რომ კი, თქვათ. სწორი შენიშვნა, თუმცა რომ დავაკონკრეტოთ, ესე იგი ისტორიული პარალელი რა შეიძლება, რომ როგორც მაგალითად რომმა მილიტარისტულმა სახელმწიფომ დაიპყრო საბერძნეთი, ძველი საბერძნეთი, პოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა კულტურული თვალსაზრისით თავად მოექცა საბერძნეთის ტყვეობის ქვეშ, ანალოგიურად მოხდა შუამდინარეთში, როდესაც სემიტებმა, აქადელებმა, ხო, ბაბილონმა მაშინ დაიპყრო გასაგებია, ხო. შუმერები, მაგრამ მთლიანად მოექცნენ კულტურული ტყვეობის ქვეშ, მაგრამ არ უნდა დაუკარგოთ სემიტებს, აქადელებს, ეს ფართო ცნება სემიტები რო ვიყენებ, ამ აქადელებს და ბაბილონელებს ის უამრავი შრომა, რომელმაც შემოგვინახა ფაქტობრივად ეს წარწერები და რა შრომა არის თუ შეიძლება კი, კი, ვიტყვი. აბარა. ესე იგი, შუმერები, როდესაც დამწერლობას ქმნიან, აა აი იეროგლიფები ახსენეთ წეხან და ეს ჩინურთან რო გავავლოთ, იქ არის რომ თითოეულ ცნებასა თუ საგანს აქვს საკუთარი ნიშანი, ხო, გამოსახულება. და შესაბამისად რაღაც საგაზეთო სტატია რო წაიკითხო, დაახლოებით 10,000-მდე მაინც უნდა იცოდე, რომ ნორმალურად კითხველად ჩაითვალო. ეს არ გამოდგებოდა შუმერში.
ეხლა ჩვენ მაგალითად ვფიქრობთ, აი ეკონომიკის პრობლემა მაქვს, აღწერის და რაღაცა უნდა მოვიფიქროთ. საწერი მასალამ განსაზღვრა ძალიან. პატარა საწერი მასალა გვაქვს, ეს ხელის გულზე უნდა დაეტიოს ეს თიხ. ამიტომ ჩვენ აქ რაღაცა 10,000-ობით ნიშანს ვერ ყოველ დავატოვოთ. ცნები ვერ შევ. მაშინ რა გავაკეთოთ? მოდი გადავწყვიტოთ, რომ აი ფეხის აღნიშნული ფეხის, ხო? ფეხი პირობით, რომ გავს თავდაპირველი მაგალითად ფეხის გამოსახულება ფეხს. მე იმდენად მარტივდება, რომ ვეღარ მივხვდები საერთოდ რა არის, მაგრამ მოდი ეს ფეხი დავტვირთოთ ასოციაციებით. აი ფეხთან რაცაა დაკავშირებული? მისვლა, მოსვლა, სირბილი, გადაადგილება, ასე შემდეგ. ანუ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ გაზავდონ რაოდენობა გრაფემების შესაბამისად მეორე მხარე აქვს ამას, რომ ერთი გამოსახულების გრაფემის მნიშვნელობები იზრდება. ხო, კატასტროფულად იზრდება. შეიძლება 30 მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგალითად ერთ ამ გამოსახულებას. მაგრამ იქ რაღაცა მარკერები შემოიტანეს რა, როგორც საგზაო მანიშნებლები ხო, რო რომ აქვს. მაინც ცოტა უფრო ხო, აი, მიახვედრო რა ხო, არის. პატარა ნიშნებივით აქვს, დეტერმინატივებს უწოდებთ და განიშნავს, რომ ამის მერე რო შეხვდება ნიშანი, ეს წაიკითხი არა როგორც ვთქვათ გადაადგილების მნიშვნელობით, არამედ თქო ღვთაების მნიშვნელობით, ან თიხის ნაკეთობების მნიშვნელობით. ეს როგორი სისტემაა, იცი? რებუსული სისტემაა რა, ამ ბევრი ატრიალებ ასე, ეხლა ძალიან მარტივად რო ვთქვა, თუმცა ეხლა მე გეხმარება გრამატიკა, კონტექსტი აუცილებლად, რომ წაიკითხო შემდეგ ნაწილი. შესაბამისად, საერთო ძირი რა ლურსმული გრაფემების არის 300-მდე სულ და მათი ესე იგი კომბინაციებით არის 900-მდე. ამან დიდი გარღვევა და ესე იგი ძალიან დიდი მიღწევა იყო იმ დროში, რომ არ გაზარდეს უსასრულობამდე. და ის პრობლემა გააჩინა ამან მალევე, რომ ეხლა ჩვენ გვჭირდება სკოლა. სადაც ამას ჩვენ კი შევთანხმდით, მაგრამ ის მოსავლე ამას ხო ვერ დაიმახსოვრებს ასე მარტო. და იქმნება სკოლები ძალიან ადრევე, შუმერში ედუბა, ესე არის ედუბა. სახლი, დუბ არის ფირფიტა, აკადურად ტუფუ, ესე იგი ფირფიტების სახლი. და ისეც რომ ინგლისურადაც education რაღაც თითქოს ეხმიანებაო ხო, თუ რაღაცნაირად ცოტა მაგას ის ხო მაინც ხო ერთმანეთთან ხო ხო კავშირში არა, რა თქმა უნდა. და ეს ფირფიტების სახლში ყავთ მასწავლებლები, უფროსი ძმა არის, ასეთ big brother watching you რაღაცა ეგეთი ძალიან მკაცრი ტიპი არის. და მკაცრად დიდი სწავლებები. და ქმნიან ლექსიკონებს, ეს არის გასაოცარი. არის მაგალითად სხვადასხვა დარგობრივი ლექსი, სამეურნეო მაგალითად ხორბალთან რაც არის დაკავშირებული, ან ყავის წარმოებასთანაც არის დაკავშირებული. ან იურიდიული ტერმინების ლექსიკონები არის შექმნილი მე-3000 წლეულში და ენას უკეთებენ, ესე იგი, ჩანაწერებს, დოკუმენტიზირებას და როდესაც აკადემიელებთან მივდივარ, ახლა რო არ დაუკარგოთ იმათ ეს შრომა, ესენი რომ მოდიან ეს აწყობილი სისტემაა, ბრწყინვალე სისტემა, ხვდებიან ამის მნიშვნელობას. აქ ელიტა მაინც შუმერული არის და ამიტომ ადვილად ექცევიან ამათ გავლენაში და ისინი აკეთებენ ბილინგვებს. ანუ ორენოვანს, უკვე შუმერულ აქადურ, შუმერულად სიტყვაწერია, აქადური შესატყვისი აქვს და აი ამ ლექსიკონებით ორენოვანი ლექსიკონები, ზოგჯერ სამენოვანიც კი გვაქვს, მოხდა შუმერულის გაშიფრვა. ვა ამიტომ სემიტემა ეს ედუბები მე სკოლების შეინარჩუნე. აქ ასწავლიან უკვე იურიდიულ, აი ჟანრობრივად რა ტიპის წერალი გინდა გაზარდოს. სამეფო კარის წერალი გინდა სხვა განათლება, იურიდიულ სხვა, ჰიმნები სხვა არის. და ესეთი ტექსტიც კი გვაქვს, მაგალითად ეხლა რო გავაცოცხლოთ გარკვეული წარწერები, ხო წერილებიც ბევრია მოღწეული, რომ მამა ეჩხუბება შვილს. ხო ხედაო, აი მეზობლის შვილზე უნდა სულ თანამედროვე სიტუაცია არის, რომ როგორი დაწინაურება რაღაც იურიდიული წერალი არის, როგორი პატივით პრობლემა რა ქონება აქვსო, შენ რო ზარმაცობო, ისწავლეო რა, მოტივაციას აძლევს თითქოს რა, ეგეთი დაფასებული კაცი იყო მწერალი და რა იქ. მაინტერესებს, იცი რა ფორმით წერდნენ? აი მაგალითად ჩინურში არის ესეთი, რომ აი ბრუნვა, აი მე წავსვლა სკოლა, ჭამა ნაყინი. აი ეგრე პრიმიტიულად იძახიან და ეგრე საუბრობენ. და იქ მერე შემოდის ცალკე მომავლის სიტყვა არის Mhm. ერთი ცალკე წარსული, ანუ მე სკოლაში მივდიოდი რომ მეჭამა ნაყინი, ესე ვერ იტყვი. იქ ცოტა კი. სხვანაირი სტრუქტურაა და შუმერში როგორ იყო ეს საუბარი, ანუ როგორ იჩენდა თავს? აი ეგ ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მიგნება ალბათ ეგ იყო და რა, შუმერული სიტყვების აბსოლუტური უმრავლესობა არის ერთმარცვლიანი. ესე იგი, მე და თქვენ რო შევქმნით ერთი გრაფემა, მაგალითად cis აღნიშნული ან არის ცა. ნუ აა ეს ან ხო ერთი მარცვალი არის და მე შემიძლია რომ გრამატიკული
მარკერებით შემოვიტანო წარწერაში. და ის კაცის სახლი ეს კაცი შევიდა სახლში თუ გამოვიდა, აი ამ გრაფემებით, ესე იგი გრამატიკული ელემენტები შემომაქვს. შესაძლებლობა გახადა ამის შესაძლებლობა შექმნა, რომ ერთმაცვლიანი არის, ესე იგი უმეტესობა სიტყვების და ესე იგი მარცვლოვანი დამწერლობის ჩანასახი შეიქმნა. ამას შემდეგ მიგვიყვანა ანბანურ დამწერლობამდე. ეს იყო ძალიან დიდი გარღვევა და ესე გვაქვს წმინდა გრამატიკული ტექსტები, ანუ ენა არის გამართული აბსოლუტურად კორპუსების მიხედვით გრამატიკები არის, ფუნდამენტური გრამატიკები დაწერილი, თუმცა დღესაც არის სირთულეები შუმერულ ენასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს აგლუტინაციური ენა არის ქართულს ამითაც გავს და ასევე ერგატიული წყობის არის იგი მოთხრობითი ბრუნვა გააჩნია ეს რაღაცა ზმნა არის მთავარი ტიპი წინადადებაში წარმართველი უამრავი ფორმები შეიძლება იწარმოოს ამ ზნის ძირზე სუფიქსების და აფიქსების ამ დართვით და ეს ყველაფერი იყო ამ ლურსმულში, ესე იგი იძლევა ლურსმული წერილობით სისტემა ამ ყველაფრის ხო, საკმაოდ ისეთი მდიდარი და ისეთი იყო იმ დროისთვის ალბათ ძალიან ხო დიდი მიგნება იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი ოპენჰაიმერი ასტროლოგი, მას ფაქტობრივად ადარებს ატომის ბირთვის ხო გახლეჩვას იმ დროის, იმიტომ რომ ამან ვაუ ფაქტობრივად ჩვენ გაგვიხსნა გზა ხო მეცნიერებისკენ, ხო? ამ დამწერლობის გარეშე ხო ეს არაფერი არ იქნებოდა ხო და და რა მაგარი არის ეს ნამდვილად ეკუთვნის ჩუმერებს. მე კიდე მაინტერესებს კალენდარი ახსენე შენ და აჰა. რამდენი თვიანი კალენდარი ქონდათ მათ იმიტომ რომ ამას წიად ქონდა მაგაზე კალენდრის ამბავზე პოდკასტი ძალიან საინტერესო და იქ მაიას კალენდარი ხო. განვიხილეთ ჩვენ და ეს 13 თვე და ასე შემდეგ და შუმერებთან როგორ იყო ხო არ იცი ეს კალენდარი ერთ-ერთი დიდი თავსატეხი არის, თუმცა რადგანაც ესე იგი სამეურნეო ტიპის იყო, მათ ჰქონდათ ორი ტიპის, ესე იგი, სამთვარეო კალენდარი ჰქონდათ, ეს 29.4 დაახლოებით დღე რო გამოდის და მთვარის ციკლებს ძალიან აკვირდებოდნენ, იმიტომ რომ მთვარეს აქვს თავისი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში, ხო, იგივე თავის მთვარის ფაზებს, მოსავლიანობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ, ხო, თვეები შესაბამისად თანამედროვე დაყოფა დღეების წელიწადის შუმერებს ეკუთვნის, ანუ იგივე არის, მაგრამ ამ პრობლემა გამოიწვია რა. როდესაც ერთიანი სახელმწიფო შეიქმნა, აა ეს სამთვარეო კალენდარი ქმნის გარკვეულ ცდომილებებს. იმიტომ რომ სრულად არ აღწერს წელიწადს და ხო საჭირო არის გადანაცვლებები, შემდეგ ხელოვნური გადანაცვლებები. ამიტომ ამ ზის კალენდარზე შემდეგ პირობითად გადავიდნენ, იმიტომ რომ ცენტრალიზებულად, ესე იგი, ერთ დროს ყველას ერთად აღენიშნა მაგალითად მთავარი ღვთაების რაღაცა საკულტო დღესასწაული. პოლიტიკური ჩარევები მოხდა კალენდარში. შესაბამისად, თვე იყო 12, თუმცა იმ ბევრი კალენდარი არსებობს და აი ამ ცდომილებების გამო ხანდახან 13 შეიძლება ეწეროს. ზოგჯერ არის რომ ბევრი ესე რაღაცა 20-მდეც კი არის, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი არის რა. ამ ამ ბუნიობის მიხედვით ხდებოდა გადანაცვლებები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს თანამედროვე კალენდარი, რასაც ჩვენ ვიყენებთ, ამის ჩანასახი ვა შუმერებს საინტერესო აქვთ. და ეს ისწავლებოდა მათ სკოლებშიც ანუ ამის თუ ისწავლებოდა ეს სტრუქტურა და მის გარდა კიდე რას ასწავლიდნენ ბავშვს ანუ როგორი ამ გრძელობითი ხედვა ქონდათ რა უნდა ისწავლა იმ დროინდელ ადამიანს და აჰა. აი მაგის მერე რო უკვე რო აი მითოლოგიაზე და გილგამეშის იმაზეც იბოდა, ხო. გადავიდეთ მოდი მაშინ გავჩნდები ამ შუმერების საკითხს სკოლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სკოლები ბაბილონშიც იყო, ასურეთშიც იყო, მთელ შუამდინარეთში იყო ეს სკოლები, ეს სისტემა, შუმერული ჩანასახი და არის მათემატიკური ლურსმული ფირფიტებით მოღწეული, ეს ასტროლოგიური ჩანაწერები ბავშვებს ავარჯიშებდნენ, პირველ რიგში ავარჯიშებდნენ გადაწერას, რომ ეს მარცხწერის საკითხები კარგად ხო სუნდოდნენ, იმიტომ რომ რთული სისტემაა რა. ხელი არ უნდა გაგეკრას, იმიტომ რომ ეს გეშლება შემდეგ სვალთიხაზე და ამაში უნდა გაწაფულიყვნენ. მე რომ უნდა გაწაფულიყვნენ, აი ამ პატარა ფირფიტაზე ამოდენა ინფორმაციის, ეხლა რო ცადოთ, მაგალითად, გამოიყვანთ პირველივე ცდაზე, მაგრამ გაგაუცებთ შემდეგ აი ის სკრუპულოზულად როგორ შეიძლება ამ პატარა წარწერების გაკეთება. შესაძლოა მუსიკაც იმიტომ რომ ეხა დანამდვილებით ვერ ვიტყვით ასე, თუმცა სტატიების მიხედვით რაც ჩამწამეკითხავს კვლევები,
საგუნდო მუსიკა არსებობს შუმერში, იმიტომ გალობასავით ხო ხო, რაღაც. ამ ტაძრებში ლიტურგიები, როდესაც სრულდებოდა ან ცერემონიები, ხშირად არის რეჩიტატებებივით, ესე იგი იტყვის ერთი მაგალითად გილგამეში, გილგამეში რაღაც და გამეორება ხდება იქვე. ეს გულისხმობს, რომ რაღაც გუნდი არის, ქორო არის და რა მოძახილს საინტერესო მოსასმენი იქნებოდა ხო, ეგ აი არის რამე შემორჩენილი მაგაზე როგორი იყო შუმერული ჰიმნები და ეგ გალობები თუ ერთი პიროვნება არის, ვინც რაღაც ხემიანი საკრავი შექმნა თვითონ YouTube-ზეც არის და თუმცა ა ძალიან გილგამეშის ეპოს რომ ღერის მაგ ხო, კაცს მაგრამ ეძახი ხო ხო მე ვიცი ეგ პიროვნულად არ მიტოვებს ეგ მუსიკა არანაირ განცდას. ძალიან ინდივიდუალური არის და ხო მ, მაგრამ დრომ არ შემოგვინახა ხო, ესე არა არ ვიცით სამწუხაროდ სამწუხაროდ ეს არ არის შემორჩენილი. ხო და ამ სკოლებში ესე იგი ბევრი რამ ისწავლებოდა, იმიტომ რომ მაღალი დონის მწერლები ყავდათ, მაღალი დონის მეცნიერები, სხვანაირად აი ამ იმ ტიპის სახელმწიფოს ვერ მოაწყობდნენ, ვერც არქიტექტურა, სადაც რომ გულისხმობს ძირითადად საბუღალტრო წარმოებები აქვთ, უმაღლესი ასტრონომიული გამოთვლები აქვთ ძალიან მაღალი დონის. შესაბამისად განათლებას ეცოდა იმ დონეზე ყურადღება, რომ როდესაც ჩვენ აშურბანიფალი ვახსენებთ და აი გილგამეშთან მივალთ, იმიტომ რომ ის რომ დაიწვა, სწორედ იქ აღმოჩნდა ერთ-ერთი ხო დაფა. ამ აშურბანიფალმა და განათლების საკითხთან სხვადასხვა დაუბრუნდები, ესეც არის საინტერესო, რომ რატო შექმნა ამ კაცმა ამხელა ბიბლიოთეკა. ესეთი ტიპის მონარქები არ იყვნენ შუამდინარეთში და რაშია საქმე. როგორც წესი, უფროს ვაჟს ამზადებდნენ ტახტის მემკვიდრედ, ეს ლუგალი, დიდი კაცი, აჰა იყო წმინდა მილიტარისტული განათლების პიროვნება, რომელსაც ჰქონდა თავის ფუნქცია. უსაფრთხოება, ლოჯისტიკა, ეს ყველაფერი უნდა ესრულიყო. მისი ძმები არ მზადდებოდა ამ განათლებით, მზადდებოდა სატაძრო ქურუმებად რო ფორმებად. ყოფილიყვნენ ხო ამ მის შემთხვევაში, აშურბანიფალის შემთხვევაში მოხდა ის, რომ მისი ძმა გარდაიცვალა. ეს გახდა მეფე, რომელიც იყო უზომოდ განათლებული, მისი ჩანაწერებია ჩვენამდე მოღწეული, სადაც პირდაპირ ეგვა აგენტებს აგზავნის სამხრეთში, ჩრდილოეთში, სირიაში და სადაც კი რაიმე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლი არის, უნდა გადმოწერონ, ან წამოიღონ და ორიგინალი დააბრუნონ. აი ამ დონის პატიოსანი ო ტიპი არის და უამრავი ესე ჩანაწერია ჩვენამდე მოღწეული და ასე იქმნება ის რაღაც კოლოსალური საარქივო მუშაობა, ეს ბიბლიოთეკა, სადაც ეს კუიონჯუკის ბორცვი, როდესაც გათხარეს, აღმოჩნდა გილგამეშიანის ეპოსის მე-12 დაფა, სადაც დაცულია ცნობა წաղმის შესახებ. ამასაც ალბათ ვისაუბრებთ. კი კი ეს აუცილებლად ლონდონში წავიდა ეს ფირფიტა და ჩაუვარდა ახალგაზრდა ასტროლოგ ჯორჯ სმითს 1972 წელს დაახლოებით და ეს არის მე-12 დაფა, სადაც მოთხრობილი არის წաղმის ამბავი. როგორ მოხდა, რომ ძალიან გავს ბიბლიური წաղმის სიუჟეტს, ეს უცნაფიშტის ხო არის ნოე რაღაც არის ხო, უთნაფიშტით მოხსენებული არის დიდი საერთო განსაცდელი, არის რჩეული, მან უნდა გადაარჩინოს ფლორისა და ფაუნის თესლი, მოდგმა, კაცობრიობის მოდგმა და მოკლედ ეს ამბავი არის ამ მე-12 დაფაზე ჩაწერილი და არის ესეთი თლად სანდო ინფორმაცია არა, ცნობა არის, რა რეაქცია ჰქონდა ჯორჯ სმითს, როდესაც ეს გაეცნო მაგ წაიკითხა და ესეთი ფოტოები რო ნახოთ, დიდი უხვი თმა და წვერი აქვს და ეს დამლაგებლის ცნობებია, რომ ეს წამოხდაო, ამ თმებს იპუტავდაო. ეს იყო შოკი, იმიტომ რომ ეს ვიქტორიანული ეპოქა არის, სადაც ბიბლიური ფაქტს, ცნობას აქვს ფაქტობრივად ჭეშმარიტებაზე პრეტენზია. და ის კითხულობს მოხსენებას ლონდონის ბიბლისტთა საზოგადოებაში, რამაც გამოიწვია სრული აჟიოტაჟი, სიგიჟე ხო იმ დროს და ატყდა ბუმი ამ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილია მეცნიერების განვითარებისა, რომ არსებობს წერილობითი წყარო, რომელიც ბიბლიაზე ადასტურებს რომ ეს მართლა მოხდა აი ეგ სხვა საინტერესო საკითხია თუმცა სხვა, მაგრამ არსებობს წერილობითი წყარო, რომელიც უფრო ძველი არის და იგივე ხო 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 იგივე ესე სახის ინფორმაცია შეიცავს, რაც ბიბლიაში ხო არის. ამან დაიწყო ძალიან დიდი
ესე იგი სკოლების დაპირისპირება ბიბელს უძახიან პირობითად მას რომ შუამდინარული ბიბლიური პარალელები რა არის. ეხლა ეს ძალიან საინტერესო თემა არის. იგივე წარღვნის ამბავი შუმერულშიც არის დაკავშირებული, ხო და იუსუდრას მითი არსებობს. მე ბაბილონურშიც 100000-ის იქვია ეს და უთნაფიშთ ხო ერთი და იგივე ტიპები არიან, ტექსტებია უბრალოდ სხვადასხვა სხვა და ძალიან გავს ნუ ეს ამბავს. მათ შორის იმ დონეზე გავს, რომ ცხვირი გავს, თვალი გავს, არჩეულური გამოფენაში რო არის, ხო ხო, მაშინ მაგრამ სამეცნიერო საკითხი იყო ბიბლიის ავტორებმა, მრავლობითში ვამბობ, იმიტომ რომ ბევრი ავტორი ყავს ბიბლიას, ეს კი, კრებული არის. იცოდნენ თუ არა ამ ფირფიტის შესახებ, შუამდინარული, ხო. ხო, წერილობითი წყარო, რა დონეზე იცოდნენ? ზეპირი სიტყვიერი განმოცემით თუ წინედო ტექსტი და რედაქტირებას იწერდა. და იწერდა. და ეს ვერ დამტკიცდა, ხო ჯერ ისევ არა, ამას გაყოფილი. შეიძლება პასუხის გაცემა. აბა, პლაგიატი ძველ სამყაროში რას ნიშნავს? ეხლა დღეს მაგალითად პლაგიატის წესები კაცრადაა ჩამოყალიბებული, მაგრამ იგივე არ შეგვიძლია გავავრცელოთ ძველ სამყაროზე, იმიტომ რომ ეს არის ცოდნის ის არეალი, სადაც შენ ვერ აიღებ ცოდნას, თუ კი არ ხარ მზად ამისთვის. შესაბამისად, ეს მითები მოგზაურობს, იმდენად პოპულარული ხდება, რომ იმ იედუბების წყალობით, მათ შორის სკოლების წყალობით, რომ ახაც საკუთარი სენტიმენტის განცდა შეიძლება ჰქონდეთ, ვინც ამ საზოგადოებაში იხარშება, ხო? შესაბამისად, ბუნებრივია იცოდნენ მათ. ამაზე ბევრი ფაქტი მეტყველებს სხვა ბიბლიასთან შედარებაში და როდის იცოდნენ? ებრაელთა გადასახლებები ბაბილონში. იგივე ნაბუქოდონოსორის პერიოდში, განსაკუთრებით ამ 6 საუკუნეში, როდესაც ებრაელები ჩაასახლეს კომპაქტურად არ გაფანტეს მთელ იმპერიაში და შიგ ცენტრში, ესე იგი ბაბილონში, იმიტომ რომ წამოიყვანეს ის ებრაელები, რომლებსაც ჰქონდათ პროფესიები. იყო მაგალითად ან მწერალი იყო, ან რაღაცის სპეციალისტი იყო, განათლებული ხალხი და აი აქ ხდება ბევრი რაღაცის ფორმირება, რისი ასახვა შემდეგ ბიბლიაში არის. რაც შეეხება წარღვნას, ესე იგი, იმდენად გავს იგივე მაგალითად თანმიმდევრულობა, კიდევ მე თვითონ მაინტერესებდა ეს თემა და რაღაცა მაგისტრო ნაშრომი ამას ეხებოდა და რაღაცა პარამეტრებს ვეძებდი, რაც ნამდვილად მათქვევებდა, რომ იცის რა, ანუ ისეთ დეტალს, რომელიც ზეპირსიტყვიერი გზით აუცილებლად დაიკარგება, ხო? ეხლა რაღაც წინადადება რომ გავიმეოროთ, ეხლა აქ ოფისში მაგალითად ერთ 7 კაცი ბოლოს ისე მოგიბრუნდება, რომ შეიძლება საერთოდ ვერ იცნო, ხო? ამიტომ რაღაც ეგეთ დეტალს ვეძებდი და დავიწყე თქვა კიდობნის პარამეტრები, ხო? ემთხვევა თუ არა კიდობნის პარამეტრები ერთმანეთს ლურსმულ წყაროებში და ბიბლიაში. აქ გამიცრუდა იმედი. იმიტომ რომ რაღაც არის დამთხოვა, მაგრამ აბსოლუტური დამთხოვა არ მაქვს. თანმიმდევრულობები არის ძალიან თანმიმდევრული ფრინველების გაშვება რო არის იქ უბრალოდ პედი არის. აქ ყორანი არის რაღაც ესეთი დეტალები ბევრი არის, თუმცა იქ აღმოჩნდა რამდენიმე დეტალი, მათ შორის ერთ-ერთი არის, როდესაც წარღვნა სრულდება, ნოე ეს ფრინველი ესე კარგი ნიშნით დაბრუნდება და უნდა გამოვიდეს კიდობნიდან, ხო? უნდა გააღოს კიდობნის კარი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ აი ძალიან ღრმად თუ კი შევისწავლეთ იმ სიტყვებს, აქ კარი კი არ იღება, სარკმელი კი არ იღება, არამედ ეს კარი ამოლესილია და უნდა ნახრეთ საკეთებს, იმიტომ რომ წარღვნაა ხო წყალი არ უნდა შემოვიდეს ფაქტობრივად და აი ასეთი დეტალი, ესე იგი ეტიმოლოგიური დეტალი, რომელიც აი ძალიან კონკრეტულად არის ზუსტად ის დაწერილი ყველგან. იძლევა საშუალებას, რომ ვამტკიცოთ იმ სხვა რაღაცებთან ერთად, რომ ნამდვილად იცოდნენ ბიბლიის ავტორებმა ეს გადმოცემა, მაგრამ იქაც რო არ გავართულოთ ძალიან რამდენიმე წყარო არის დაცული და სამღვდელმსახურო წყაროა ბიბლიაში ყველაზე დიდი და იმის რედაქტორმა დანამდვილებით იცოდა, მაგრამ როგორც აღნიშნე, ეს არანაირად არ აკნინებს არავის და პირიქით ეს არის ის სამყარო, სადაც როგორც ჩანს ნამდვილად მოხდა გარკვეული ტიპის წარღვნა, ამაზე ცნობები გვაქვს. ამბობენ რომ მაგალითად ტაძარი დაიფარაო. აი ის დიდი წყალვარდნილები რაც ხდებოდა და არაფერი არ აჩერებდა ამ წყალს
ტაძარი როიფარება, სამლოცველო შეიძლება 7 მეტრი იყოს, ხო, ან 15 მეტრი შეიძლება იყოს. ეს ნიშნავს, რომ მის თვალსაჩინოში არსებული სამყარო წყალმოწა იყო, ხო? ეს წყალმოდაპყრობი. მისთვის არის სოფლიო თან წაღმა. მით უმეტეს წარღვნის მითი ხო სხვა კულტურებსაც აქვთ, იგივე სამხრეთ ამერიკულს და ხო, ეს ინდურსაც ფრეზერს და ხო ყველგან რაღაცა სახით იჩენს თავს და ეგ კიდე ამყარებს მაგ იმას, ხო, რაღაც რომ პრეისტორიულ ხანაში. ხო, მაგრამ აი პირველი ვინ იყო მაგის ამგვიჩნდავი, ეგ უფრო საინტერესო არის. რომელი არის უფრო ალბათ სიმართლესთან მიახლოებული აი დეტალებში. რა იყო ეს? კანონმდებლად ასე უსუდრას მითი არის შუმერული პირველი, შემდეგ არის თქვათ ათრახასი, შემდეგ ეს გილგამეში და შემდეგ არის ბიბლია, შემდეგ არის კიდევ ერთი ესე აი ალექსანდრე მაკედონელი რო გახსნა ეს ორი სამყარო დააკავშირა. ბეროსოსი არის ასეთი ბაბილონელი ქურუმი, რომელიც სპეციალური დაკვეთით წერს ბაბილონიაკას, ეს არის შუამდინარეთის ისტორია ბერძნებისთვის, ბერძნულ ენაზე, სადაც ენილი არის მაგალითად ზევსი, ფორმირებული ხო გადაათამაშეს უკვე ხო. გასაგები გახადოს და იგივე ეს ზიუსუდრა უთნაფიში ათრახასის ნუ მიეხოთ იგივე. როგორც აი რომაელებმა მერე თავიანთი სახელები დაარქვეს იგივე აპოლონს და კი, ან შეიძლება აი ეს ბერძნულ წყარო ღმერთებს ესე ვთქვათ რა. და გილგამეშზე რო გადავიდეთ, შენ ახსენ პირველ რიგში მაინტერესებს იქ თქვი რომ მე-12 ფირფიტა იყო ეს თუ დაფირფიტა დაფ ბოდიში ხო, სულთ და ეგ ეწერა რომ ანუ რა გვაძლევს მაგის საფუძვს რო თქვათ რომ მე-12 იქ ეწერა რომ ეს მე-12-ია თუ კიდე ნუ სხვები არ არის ნაპოვნი დანარჩენი სხვა. ხო, ფუნდამენტურ კითხვებს. გილგამეში რა არის საერთოდ წერილობითი წყარო, ესე რომ ეპოსი. ხო, გილგამეშის ეპოსი ასე ამოღწევა. მაგრამ როგორც მაგალითად ჰომეროსის შემთხვევაში ილიადა და ოდისეასე იყო, დღემდე არის დიდი დავა ეს ჰომეროსმა, რომელიც თითქოს ბრმა იყო გადმოცემის მიხედვით, ხო, თვითონ დაწერა, მაგრამ ისეთი რაღაცეები აღწერილი ბრძოლის საკითხები, თუ არ ნახა კაცმა იქ არ იყო, იმას ხო, ვერ დაწერდა, ხო? ესეთი დეტალები იძლეოდა ამ ასპარეს ამ დავისთვის, რომ ჰომეროს მას მთლიანად თვითონ დაწერა, თუ იყო გაბნეული გადმოცემების შეკრიბა და ერთიანი ეპოსის სახე მისცა, მსგავსი დავა არის გილგამეშიანთან მიმართებაში. ახლა რა ხდება? აი ეს გილგამეშიანი, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ძალიან ცნობილია ეს 12 დაფა, ნინევიურ ვერსია ჯორჯ სმიტმა, რომელიც აღმოაჩინა, იყო აქადური. ესე იგი, აქადურ ენაზე. მაგრამ ჩვენ გვაქვს შუმერულ ენაზეც გილგამეში 5 განსალკავებული სიმღერა. ესე იგი, გილგამეში და ენქიდუ, ქვესკნელი, ციური ხარდი, ბრძოლა, ხულობა. ანუ ეს ტექსტები თითქოს ერთმანეთთან კავშირში არ არის, დამოუკიდებლად არსებობს გილგამეშის შესახებ რაღაც გადმოცემები. ვინ არის გილგამეში? ისტორიული ფიგურა თუ მითო რელიგიური გამოგონილი ხო. გამონაშთი? არის ესეთი წყარო შუმერის მეფეთა სია, რომელსაც აი მსგავსად ლექსიკონების აწარმოებდნენ შუამდინარეთში და აქ იყო რომელ ქალაქში რომელმა მეფემ რამდენი ხანი იმეფა. სხვადასხვა საინტერესო არის, რომ არის ეს ნუსხა გაყოფილია ორ ნაწილად. წარმნამდელი მეფეები, იმიტომ რომ მეფობა არის წმინდა შუმერისთვის, ნამლუგალ, ანუ სიწმინდე და ციდან ჩამოდის. აი ესეთი გაგება არის მეფობის, ციდან ჩამოდის ბევრი რამ, ესე იგი ღვთაებრივი არის, მეებს ეძახიან, მე არის რაღაც საკრალური კონცეპტი, რაც მოიცავს იგივე ცოდნას მიწათმოქმედების შესახებ, ცოდნას სამეფო რაღაცების შესახებ და ასე შემდეგ, ბოდიში წერლობა. აქ კითხვა მიჩნდება რომ მეფეობა მან ოჯახით გადადიოდა თუ სხვაც შეიძლებოდა გამხდარიყო მეფე ანუ სხვაზე შეიძლებოდა გადასულიყო ეგ რაღაც ღვთიური მადლი თუ დინასტიური ხო თუ იყო, ხო, ხო კი, არის, დინასტიური არის, თუმცა ხშირად ხდება მიტაცებებიც. და ხო, ეს მეფობა ესე წარმომდელი და იქ არის მოხსენიებული გილგამეშიც. ერთ-ერთ მეფე. წარმომდელში თუ არა, შემდეგ არის მოხსენიებული დაახლოებით 27-26 საუკუნეების ურუქის მეფეთ ნამდვილად არის მოხსენიებული. სამწუხაროდ ბევრიც მეტი ცნობა, გვიანდელი ცნობა გვაქვს ერთი კიდე, მაგრამ არსებითი ისეთი არის. ეს გვაფიქრებინებს, რომ ნამდვილად იყო ესეთი პიროვნება, მით უმეტეს ესე შუმერულად ბილგამეში არის. ხო, ბილგამეში ბილგამეში, ნუ აა გილგამეში უკვე აქადური ფორმა არის. და ეს ტექსტი აი იმ სკოლებში ძალიან პოპულარული იყო. იმდენ ესე, რომ ხეთებშიც კი, რომელიც თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე არის, ანატოლიაშიც არსებობს ხეთური გილგამეშიანი ვერსია.
ქართულად თარგმნილია, ქალბატონ ირნა ტატიშვილმა თარგმნა. და ესე იგი მთელი შუამდინარეთი ში არის გავრცელებული აი ეს ეპოსი. მაგრამ იმ სახით, აი რა სახითაც მაგალითად არ შემიძლია არ ვახსენო მიხა კოწერეთელი, რომლისგანაც ალბათ იწყება ქართული ასირიოლოგია. მან 1924 წელს, ესე იგი გერმანული, ინგლისური და ფრანგულის მერე ქართული იყო მეოთხე ენა, რომელზეც გილგამეში ითარგმნა დედნიდან. ეს არის პიონერული თარგმანი, დღემდე მისი შენიშვნები გაზიარებული არის, ბრწყინვალე დონის სპეციალისტი და გერმანიაში მოღვაწეობდა საოცრად რთულ პერიოდში. აქედან გაიქცა საქართველოსდან ეს წითლების შემოსვლის შემდეგ და დატოვა ხელნაწერი ქართულ კათოლიკოთა სავანეში, სტამბოლში და იქ გამოიცა შემდეგ ძალიან დიდი მნიშვნელოვანი თარიღი არის ქართული ასტროლოგიის საკმაოდ სკოლისთვის. სერიოზული ის არის. და ამბავი. აი როგორც ჩვენ ვიცნობთ, იგივე მაგალითად შემდეგ იყო სურაბ კიკნაძის თარგმანი, ჯემალ შარაშენძის თარგმანი არის. ეს არის უკვე რედაქტირებული ვერსია, ჩვენ იმ რედაქტორის სახელიც კი ვიცით, ვინც ეს 12 დაფა შექმნა და ეს ჩანს დედანში, ესე იგი ენობრივი სპეციფიკა ჰარმონიზებული, მათ შორის გარკვეული ტიპის შეცდომები ერთგვაროვანი ყველგან. ესე იგი მოაწესრიგა მე-12 საუკუნეში დაახლოებით გილგამეშიანის ეპოსი. თორე გილგამეშის შესახებ გაფანტული ცნობები, როგორც ვთქვით, ხო არსებობდა. არსებობდა და ეს ეპოსი როგორც გვაქვს ჩვენ, აი ნინევის უბედუროთ რო დაიწვა და საბედნიეროდ რო გადარჩა, აი იქ აღმოჩნდა მე-12 დაფა, რომელიც მიკერებული არის. ანუ არ არის მისი ავთენტური ნაწილი, ეს წარღვნა. და რატო დაჭირდა ამ რედაქტორს წარღვნის საკითხის შემოყვანა, ხო? გილგამეში არის მარადიულ კითხვას სვამს სიცოცხლის საზრისის შესახებ. სიცოცხლე, რომელიც ასეთი ხანმოკლე არის, რისთვის ღირს? ეს არის პიროვნება, რომელიც არაფრით არ არის შეზღუდული, გახსოვს როგორ იწყება, რომ ფაქტობრივად ზნეობრივ ნორმებს გადადის, პირველი ღამის უფლებას იღებს ყველა ახალ დაქორწინებულთან, მისთვის რაიმე წინაღობა არ არსებობს და ღმერთები მის მოსატოკად ქმნიან საპირისპირო გმირს, ენქიდუს, რომელიც არის მისი ძალის და ამ ჭიდილში ისე დამეგობრდებიან, სენტიმენტები უჩნდებათ ერთმანეთის მიმართ, მეგობრობა, ეს ენქიდუ გარდაიცვლება და აი აქ გილგამეშს გაუჩნდება კითხვა, რომ სიკვდილი რეალური არის და მეც მეხება და იწყებს ძიებას მარადიული სიცოცხლის. ეხლა საიქიო ძალიან საინტერესო მარადიული სიცოცხლე და სიკვდილის მერე რა ხდება შუმერულ კონცეფციაში ძალიან საინტერესო თემატიკა არის. ორი წუთი აქ დავაპაუზოთ გილგამეში და შეგვიძლია უცებ განვიხილოთ ეს. კი, სიამოვნებით. რა ხდება შუმერულ საიქიოში? ეს არის სამყარო, ერთგვარი ძალიან პესიმისტური სამყარო, სადაც გეოგრაფიულად არსებობს, ესე იგი შუმერული სამყარო არის როგორ აფსუ არის მიწისქვეშა წყლები, სადაც ცხოვრობს სიბრძნის ღვთაება ენქი, აი აქედან ამოდის ყველა სიწმინდე, ეს მეები, სიბრძნე და ასე შემდეგ. ეს ენქი არის პირველი შემწე კაცობრიობის და ძალიან ესეთ ცნობილი მიწის ღმერთი, ბატონი. ენ არის მეუფე, ლორდი, კი არის მიწა შუმერულად. აი ამ წყლების ქვეშ უკვე სხვა ესე იგი სფერო არის. აი აქ არის განლაგებული მიწისქვეშეთი, რომელსაც განაგებს ერეშქიგალი, ეს არის ენლილის, ანუ თავარი მამაღმერთის ერთ-ერთი ქალიშვილი, ინანა არის ასეთი ქალღმერთი, ომის და სილამაზის რაღაცა, აფროდიტე არის. ენკი და ელილი ძმები იყვნენ, ხო? თუ არასწორად ვიცი. ხო, ეგ კოსმოგონიის საკითხები, ისე ბევრი ვერსია გვაქვს ჩვენ, როგორ იბადებიან ეს ღვთაებები. ერთ-ერთ ვერსიაში არის ესეც, თუმცა უფრო მეტ ვერსიაში არის, რომ ჯერ ელილი იქნება, შემდეგ იქნება ენკი. იმიტომ რომ ენლილი მამაღმერთი არის, შუა სკნელებად არის დაყოფილი, ხო? ენლილ არის, ესე იგი მეუფე, ლილ არის ქროლვაქარი, ეს სივრცითი შეუზღუდავი გარემოზეა, რაც შუაში არის, ესე იგი მოქცეული. და ამ მიწისქვეშეთში რა ხდება? გილგამეში, როდესაც ჩადის,
მისია მიდის რომ ესე გაიგოს ჯერ აინტერესებს სიკვდილო მაშინ იმდენად შეზარო რომ აინტერესებს რა ხდება მიწისქვეშეთში და პაულოს გზას როგორ უნდა იმოგზაუროს ამ მიწისქვეშეთში ენქიდუს ნახულობს და ეკითხება რომ რა ხდება აქ და ძალიან პესიმისტური სურათი არის დახატული რომ ხედავ რომ იმ შესაძლებლობას ძალას რომელიც ადრე თქვა რაღაც მიწას ხნავდა ესა და ეს შეეძლო ეხა ჭიების საძიჟნად არის ცეული და მოგეთ გილგამეში ნახულობს რომ არაფერი კარგი არ არის ხო, სიკვდილში. მაგრამ აქ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი არის. ეს ხალხი ჭამს მიწას საიქიოში. მაგრამ ის ხალხი, ვისაც ბევრი შვილი ყავს, და ვინც გარკვეულ კულტსახურებას ეწევა, აა წყალს ასვამს. ამიტომაც შუმერულ კონცეფციაში ესე შვილიერებას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ. და კავშირს იმ ესე იგი შთამომავლობა, რომელიც მის სახელზე გარკვეულ უცოს აღავლენს ხო, და ხო წესსაგებ და რამე. წესსაგებს, ესე იგი ეს მიუვა მას. და ის ეგ ანუ ტრადიცია პირველი ერთგვარი უძველესი აი ცნება რო აი ჩვენც ხო გვაქვს ქრისტიანობაში რო აი აჰა. მივა შეიძლება ეგეც იყო აი ქრისტემდელი ეგ წარმოდგენა რომ თუ ბევრი შვილი გაქვს და ამას აკეთებ რა წეს მიუვა გარდაცვალებულს. ხო, აი ეგ მაგალითად იგივე სპეციალური დღეები, სადაც სპეციალურ გარკვეულ რაღაც ხმიადებივით გამოაცხობდნენ, ლუდს შეწირავდნენ, დადებდნენ და ეს იყო მიცვალებულთათვის ეგეთი არსებობს. დღემდე არ მაგალითად სვანეთში ეგეთი დღე, სადაც მიცვალებულებისთვის გარკვეული ხო, სულთქა ლიფანალი ეგ ეხა გუშინი იყო ხო და არის ეს რაღაცა საერთო გაგება ამის მოკლედ ძალიან პირქუშეს სამყარო არის და გაიგებს რომ ეს არ აწყობს მას ამიტომ გადაწყვეტს რომ გააგრძელოს ძიება გილგამეშმა მარადილობა რომ იპოვოს და ამისათვის ერთადერთი კაცი ვინც მიაღწია მარადილობას და ესეც საინტერესოა სხვადასხვა რომ 60-ის კლასიკური გაგება არ არსებობს შუამდინარეთში განსხვავებით ახლა ეგვიპტურისაგან რომელსაც წარმოუდგენია რომ სიკვდილის შემდეგ თუ კარგად იცხოვრებს ეს ბუმბული ხო, ხო იწონება. რაღაც მუდამ ნაყოფიერ ველებში იმუშავებს და ისეინებს და ლაღად იქნება აქ შუამდინარეთში ძალიან პესიმისტური სურათი არის და ერთადერთი კაცი, ვინც მიაღწია მარადილობას, ეს არის იქაური ნუე. ხო. ეს უთნაბიშტი, ვინც, იმიტომ რომ სამყარო გადაარჩინა, ღმერთება დაასახლეს დილმუნში. ეს არის იქაური 64 მარადიული მზის ქვეყანაში და მოგზაურობს გილგამეში იქ. იქ რომელიც არ არის დედამიწაზე, ხო, ბოდიშიც. არა, გაგება სხვადასხვა, თუმცა დაუბენ სად არის. მ, გეოგრაფიულად საბდებარეობდა სპარსეთის ყურეზე მიანიშნა არის ერთ-ერთი რაღაც. მაგრამ ხო და შეჯერებული არ არის მეცნიერება, რომელ კუნძულზე არის საუბარი. და გეოგრაფიულ მიდის გილგამეში იქ ჩადის ნახულობს უთნაფიშტის და ის ეუბნება რომ შეუძლებელი არის ესე იგი მიიღო, იმიტომ რომ ერთადერთი გზა იყო ეს რომ გადაერჩინო წარღვისაგან კაცობრიობა, მაგრამ ღმერთმა აღთქმა მისცა, როგორც ბიბლიაში არის, კაცობრიობას რომ აღარ მოხდება წარღვნა, შესაბამისად მეტი შანსი აღარ არის რომ ეს ტროფეი ხო, აიღო და იქ რაღაც მარადიული ახალგაზრდობის ელექსირს აძლევს, რომელიც გილგამეშს გველი ალქიმიური მოყარას ელექსირი დაკარგავს ესე იგი, იმას. ხო. გილგამეშ მიცა და გილგამეშ მიცავს რაღაც გაახალგაზრდების არა ეს არის სიცოცხლის მარადილობას არ წენს, მაგრამ რაღაც ხო, ხო, გარკვეული სხეულს უფრო ალქიმიური გიჯენსაღებს, ხო. და გველი რაღაცა წყლის იმას შემთხვევით გველი წაართმევს იმას დაახურის და დაიკარგება. სამწუხარო. ხო და ბრუნდება თავის ურუქში და არის საერთოდ საწინააღმდეგო პიროვნება მეტამორფოზა გაიარა გარკვეული და თითქოს არის ეს გარდაუვალობა ბედისწერა შუმერულ გაგებაში რომელიც შენ შეიძლება ესე ბედის ნამთა არ არის ბედისწერა რაღაცა დაებედება კაც მაგრამ არ არის ადამიანი რობოტივით შემოსაზღვრული წინასწარ ჩაკეტილი ამ ბედისწერაში მას შეუძლია ამაზე უარი თქვას თუმცა ამის საზღაურს იწნევს აჰა. ესე იგი თუ გაიქცევა საკუთარი რაღაც შეიძლება მაგრამ შეიძლება ან განსაცდელი მოუწიოს ან ხო, რამე ნუ კარმასავით რაღაცა უნდა საფასური ხო აი გადაიხადოს ამგვარი მაგისთვის. გაგება არის ბედისწერის და ერთი საინტერესო მითი გადმოცემა
რომელიც კალენდართანაც დაკავშირებული არის საიქიოსთან მიმართებაში, არის ინანასა, რომელიც ვახსენეთ, იქაური აფროდიტე ვენერა იგივე და წყემსი დუმოზის სიყვარულის ისტორია, რომელიც ასევე ნახევრად ღმერთი არის, ეს დუმოზი, იგივე შემდეგ პერსეფონეს მითში არის ეს ბერძნულში გასული და რა არის ინანა შეუყვარდება ეს დუმოზი მწყემსი. შემდეგ არის რაღაც ტრაიკული სურათი, დუმოზი არის საიქიოში გარდაიცვლება და ინანა ჩადის საიქიოში. მაგრამ არავის არ აქვს უფლება საიქიოში ჩასვლის, მათ შორის არც მამა ღმერთს ენლილს. ეს იმდენად თავნება ქალიშვილი არის, თავის და არის იქ ქაურობის შეფი, ასე ვთქვა და მაინც ბედავს და 7 კარიბჭე აქვს ამ საიქიოს და ინანამ აი ეს მეები რაც ახლა ვახსენე, ციდან მამამისის ესე იგი ამ სამყოფელიდან წამოიღო ეს მეები და შემოსილი არის ამ მეებით სამკაულებად. და ყოველ კარიბჭეში ამ სამკაულებს ძვირფას რაღაცებს ხსნიან და სრულიად შიშველი წარდგება თავისი დის წინაშე ეს განმოსილიერი ღვთაებრივი სამოსელისგანაც და შესაძლებლობებისგანაც. და იქაც კი ღვთაება მოკვდავი ხდება და აქ არის ერთი საინტერესო მითი, რომ მონაცვლეობა ხდება ამ დუმუზის ამოსვლა მიწიდან გარკვეულ პერიოდი ამოდის, გარკვეული ჩადის და ეს არის კალენდრის ციკლურობასთან დაკავშირებული. როდესაც ეს დუმუზის ჩასული არის, მკვდარი არის, მაშინ მოსავლიანობა არ არის, როდესაც ამოდის ეს მარადიული სიკვდილის სიცოცხლის კონცეფცია ქრისტემდეც არსებობდა. ეს აღდგენის, ხო, უკვეთით აღდგენის ციკლური ხო, ბუნება ციკლურობა ყველაფრის. ეს სამყაროს ხო. კანონზომიერი ელემენტი არის და ამ მითებშიც არის, და ესე იგი. გილგამეშზე მაინტერესებს, აი სანამ გადავალთ უშუალოდ მათ ღვთიურ პანთეონზე და ამ Mhm. რაღაც იერარქიაზე, აი მე კარგად არ ვიცი რომ გილგამეშს ეპოს და მე რა ხდება, ანუ ხო ვერ იპოვოთ ეს რაღაც მარადიული სიცოცხლე და ის სადამდე მიდის, ანუ რა გააცნობიერა, როგორ მთავრდება ეს ეპოსი. გარკვეულ სღრულობას აცნობიერებს გილგამეში, თუმცა ერთგვარი შთაბეჭდილება რჩება, რომ აი ამ მარადილ კითხვას თვითონ ავტორიც ვერ ერევა. აა გილგამეში ბრუნდება ურუქში, ეწევა ძალიან შვიდ, ესე იგი მართლობით ცხოვრებას და არის სასიკეთო მისი არსებობა, მისი ქალაქისთვის, ესე იგი რომ აა ხო, ანუ ესე ვთქვათ, ყოფი ცხოვრებას და მიწას უბრუნდება თავისი რაც უფრო სულიერი ქმედითი მოგზაურობის ხდება მიერ, და ხო? ხო, რაღაც ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ხო. ალბათ ეს განწირული ნუ სულისკვეთი. შეიძლება ეს მთელი მისი ეპოსი რაც ერთგვარი მისია ცულის ინიციაციაც იყო პატარა ესე რომ დავარქვათ ეს მთელი მოგზაურობა, იმიტომ რომ ესეც რო გამოატანა უთნაფიშტუმის ელექსირი, აი როგორ დავაკავშირე იცი თითქოს რო ჩავიდა საიქიოში იქ ნახა რა ხდება რომ მიწას ჭამე და მკვდრები არიან, აი რაღაც თითქოს ხრწნა ნახა ეს რო აი კი, გარდაუვალი სიტყვასიტყვით ის. სიკვდილი და მერე მივიდა ადამიანთან რომელმაც დაამარცხა ეს ხრწნა და სიკვდილი და უკვდავი არის და ანუ ორივე იგემა თითქოს და დაბრუნდა მათ შორის და ემსახურა ხალხს თითქოს აი ამ ორ სამყაროს შორის დარჩა ესე დავინახე მე ხატოვნად თითქოს. სწორია, თუმცა ეს დაბრუნება ნებაყოფლობითი არ იყო, უბრალოდ მიხვდა რომ ვეღარ მოიპოვებდა, თორემ მარადიული სიცოცხლე უნდოდა. ხო. მას, მაგრამ ხო, მაგრამ ეგეც ხომ მნიშვნელოვანია, რომ ანუ კი, აქ ხდება, რომ აქ ვერ მოიპოვებ შეიძლება, ხო, ხო. ეგ და შეგუება და ის რომ ემსახურო შენ ქალაქს, იმიტომ რომ შუმერულ კონცეფციაში ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის შვილობის გაგება. ეს რა არის, რომ აი იგივე მაგალითად იქ სურაბკიკნაძესაც აქვს ამაგი არის ასეთ სიტყვა ამაარგი არის, ესე იგი არ მიმართულებითი ნიშანი არის. დედასთან დაბრუნება, დედა არის ამა, გი არის ეს გადაადგილება და დედასთან დაბრუნება სიტყვით ნიშნავს თავისუფლებას. როდესაც ტყვე მოიპოვებს თავისუფლებას, ნიშნავს, რომ ის დედასთან დაბრუნდა, დაბრუნდა. ესე თავის ქალაქში ბრუნდება, თავის წიაღს უბრუნდება და დედაქალაქს ხო, უბრუნდება, დედა ხო? არის, ქალაქი ხო. დედა არის, საკრალური არის, წმინდა არის და გილგამეშიც ასე უბრუნდება იმ თავის კერას. ოღონდ ეს რაღაცა მეტაფიზიკური გზა არის, რომელსაც გადის და აცნობიერებს ალბათ ზუსტად, ხო. ამ და მოდერნი და ლამაზი ისტორიაა და ეს პანთეონი და ტაძრები, სადაც იყო ეს მთელი მსახურება, ქურუმები, პირველ რიგში მაინტერესებს როგორი სახის არქიტექტურა იყო, სიტყვაზე იქ თაღოვანი იყო, მრგლოვანი, აი რა სტილის ტაძრები ქონდათ.
და მერე უკვე ეს იერარქია აჰა, ღვთაებების და რამდენიერი ღვთაება ქონდა. ალბათ იქაც პრიმიტიულად შეიძლება ყოფილიყოს ქარის ღმერთი, ცეცხლის აჰა, ღმერთი, წყლის ღმერთი, რაც შენ თქვი მიწის ღმერთი თუ არსებობდა, აი რაც მთავარი აბსოლუტი, აი რაც უთქმელი აბსოლუტი, საიდანაც უკვე გამოედინება აი სამების გაგება აჰა, თუ იყო იმიტომ რომ აი მაგალითად ცოტა კონსპირაციულ მხარეზე მე რაც მაქვს ახლა ინტერნეტში წაკითხული და მაგაზეც მინდა კარგად რო აჰა, ვილაპარაკოთ, რომ გავშიფროთ რა არის ნამდვილი და რა არა. იქ ესე იყო, რომ არ მახსოვს ზუსტად სახელი, აი ეს ანუნაკებს ეძახიან აჰა, ენლილს და ენკის. თუ არის ეს ანუნაკები მოხსენიებული რამე წყაროში, ფიზიკურში და მანდ იყო, რომ რაც მთავარმა მამა ღმერთმა სახელი არ მარხოს, მე მგონი ანუ ერქვა, შექმნა ენკი და ენლილი ძმები და ჩამოასახლა დედამიწაზე და უკვე მათ შორის მერე დაპირისპირება მოხდა რაღაცა და კაცობრიობა მათ შექმნეს, რომ ოქრო მოეპოვებინათ, იმიტომ რომ ესენი იყვნენ ნიბირუდან, მოკლედ და გრძელდება და გრძელდება ეს და პირველ რიგში ხო ახლა ძალიან გაბიგზელდა მეც კითხვა აა, ცოტა კი, შორს წავედით, მაგრამ ჯერ რომ ავხსნათ ხო ეს ტაძრების სტრუქტურა და უშუალოდ იერარქია ღმერთების როგორი არის და მერე უკვე აი ამასთან დაკავშირებული მითებიც რომ გავშიფროთ რა არის სინამდვილე და რა არა. კი ბატონო, ტაძარი და პანთეონი ესე იგი. აა, ტაძარი თითქოს გავს პირამიდას, ზიგურატი, ასეთი მმ. სახელი აქვს მას. აა, თუმცა პირამიდა თუ არის სწორკუთხოვანი, ეს არის საფეხურებრივი, იერარქიულობას აჩვენებს. ზოგჯერ არის 7 საფეხური, შეიძლება მიწაშიც ჰქონდეს მას ერთი კიდე სათავსო. და ეს იერარქიული მოწყობის პანთეონზე მიგვითითებს თავისთავად. ეხლა მაგალითად ურის ცნობილი ზიგურატი, რომელიც დღემდე მოღწეული არის, აა სხვადასხვა სადამ ჰუსეინმა აღადგინა, აზრადაც პარადოქსი არ უნდა იყოს. აა და ეს ზიგურატი იყო გარკვეული სამყაროს ცენტრი, რომელიც აკავშირებდა ამ ბოგირით საღვთო წიაღსა და მიწიერ სამყაროს. მეფე იყო ადგილობრივი წარმომადგენელი ღვთაების, რომელიც მეფის ნების აღსრულებელი იყო და იდეალური იყო ის მეფე, რომელიც ღვთაებრივ წესრიგს და ჰარმონიას გადმოიტანდა ყოფიერებაში. როგორი არის სამყაროს შესაქმე, ხო? მაგ ვიდივართ პანთეონი, რომ ღმერთები როგორ იქნება, ადამიანები როგორ იქნება და სამყარო როგორ იქნება შუმერულ წყაროებში. აა აი საწყისი რა თქვენ სამება იყო ნახსენები, ესეთი საწყისი ალბათ არის ცისა და მიწის კავშირი. შუმერულად ცა არის ანუ რაც ახსენეთ, ეგ უკვე აქადური აქად ფორმა ხო, არის ან იგივე ხო? რომელიც ცაც არის და ღვთაება ცა არის, ღვთაება ანი, ესე იგი ცასაც ნიშნავს და უშუალოდ ღვთაებასაც ნიშნავს. ეს არის პრიმორდიალური, ანუ დაბალ შესაქმემდელი კი ბატონო. ღვთაება, რომელიც და მამრობითი საწყისი არის ცა და მიწა კი არის დედრობითი საწყისი და მათ შორის არის სიტყვასიტყვით იმართება ქორწილი. ეს ჰიეროს გამოს, ანუ კი ბატონო. საკრალური ქორწილის გაგება ძალიან მნიშვნელოვანი არის შუმერულ კუნძულზე. მაგ შუმერებიდან კი, იყო. შუმერული არის ანის და ქის კავშირი და სწორედ მათი შეერთების შემდეგ და იცით და სიტყვასიტყვით როდეს ნუნა ნიშნავს რამეს, იმიტომ რომ ანუნაკი ნუ დიდ არის პრინცი. ანუ ამათ შორის ანუ ანუნაკი ვეცად აი ეხა მივალ ახლა გამეშიფრა ხო? ხო, მივალ ანუნაქებამდე ცოტა ძელი გზა ხო. არის. და ამ ზეციური კავშირი სიტყვა ტექსტები არის მაგალითად როგორ იმკება მიწა საპატარძლო სამოსით რომ ეს სცენარები თითქოს რო ამოდის რომ ემზადება საქორწინოდ შემდეგ ცა და მათ შორის სიტყვით ესე იგი არის რომ ესე იგი დედამიწის საშოში თესლი შედის და აქედან იხსნება მე ყველაფერი არის ეს ღვთაებები შემოდიან ენლილი უპირველეს ყოვლისა აი დედა ღმერთები არის ასევე წარმოდგენილი წყვილები და იქ არის ერთ-ერთ ტექსტში ბარტონის წიგნში არის ნახსენები რაღაც სეპტულეტი, ანუ შვიდეული, ვიღაც შვიდეული, უხუცესთა რაღაც აა, შვიდეულია. ხო, ღვთაებრივი ხო. შვიდეული, რომლის შესახებ იმ ტექსტში ბევრი აღარ გვაქვს ინფორმაცია. მაგრამ ეს ანუნაქები, რომელთანაც ბევრი კონსპირაციაა დაკავშირებული, ვინ არიან? აა
ესე იგი, როდესაც სამყარო შეიქმნა, ეს ღმერთები არიან ცოტა პრიმიტიული საწყისები არის, ხო? ეს ბუნებრივი კავშირები, Mhm. კუხილი, მიწა, ეს სოფლის მეურნეობასთან ყველაფერი დაკავშირებული და ანთროპომორფული ღვთაებები არიან. შესაბამისად, მათ წყურიათ, შიათ, შესაბამისად, საჭირო არის მათზე ზრუნვა და ვიღაცამ უნდა იზრუნოს. ჯერ ადამიანი არ არის შექმნილი. და არის ცოტა გვიანდელ ტექსტებში ახლა ცოტა ქრონოლოგიურად გადავახტი ბაბილონურ ხანაში ვარ. იქ არის რომ შედარებით დაბალი ხარისხის ეს პირველ შექმნელები არიან ანუნაქები ყველა, ესე იგი ზოგადი გაგება ანუნაქები რომ უმაღლესი კლასი ელიტა. ამათგან განსხვავებით ცოტა გვიან იქნება იგიგ ღვთაებები. ანუ შედარებით დაბალი იგიგ? იგიგ ღვთაები, ხო. იგიგ ღვთაებები, რომლებიც მუშაობენ ღვთაებებისთვის. საჭმელი ხო, ამათი ხო, მოსამსახურეები არიან, ხო. მოსამსახურეები არიან და ერთ დღესაც ამოუვოთ ყელში. ეს უკვე შუმერულს გადავახტი და ცოტა სემიტური კონცეფციები აქვს ბევრი. ნუ მაგრამ ზოგადი შუამდინარული. და მოაწყობენ აჯანყებას. აა რომ ჩვენს ღვთაებები ვართ, აღიარეთ ჩვენი უფლებები სხვადასხვა შორის ეს რაღაცა პირველი პროფკავშირული ხო, ის აჯანყება იქ. ამათ არის და ნუ ეხა იქ მოისვევენ ამ ანუნაქების სტომას და გადაწყვეტენ რომ ჯერ დასაჯონ, მაგრამ არაფერი არ გამოდის, ეს აჯანყებები გრძელდება და რაღაცა უნდა ქნა და მოდი შევქნათ უფრო დაბალი რანგის არსება. სწორად გაფოსავალი იპოვეს, გამოიცვალეს ხო? ჩვენ ვართ ხო. ადამიანები. ვინც სიტყვას ვწვეთ არის რომ ამ შრომის ძიმე გოდოლს კალათას ათრევს. და ადამიანს რა ქვია შუმერულ ენაზე? ლულუ არის პირველი ლუ არის კაცი ლუ. შუმერულად. ხო, ლულუ არის ასე ადამიანის აღნიშნული ხო. სიტყვა ასევე. ავილუმ არის თავისუფალი პიროვნება, თავისუფალი ავილუმ. კაცი, ხო. თუმცა ლუ არის კაცი, ვინც ლულუ იქმნება პირველი და როგორც ბიბლიაში არის ოფლთა თქვენითა მოიპოვეთ საერთოდ დაახლოებით ეგეთ პესიმისტური კოდი იწერება რომ ხო. ამათ უნდა უზრუნველყონ თქვენიცით, ხო და ის იგიგები გადიან დამსახურებულ პენსიაში და ეს მართალია რომ ოქროს მოსაპოვებლად შექმნეს? არა ეს ნიბირო და ესენი ხო, ეგ უკვე არის კონსპირაციის ნაწილი, არაფერი მაგაზე არ წერია არის არსად. არ არის ნამდვილად თუმცა ის რომ ხო შრომობენ და ყველა საქმიანობა გადმოვიდა ადამიანებზე, ხო ეგ ნამდვილად არის დაცული. ანუნაქებს რო დაუბრუნდეთ, რამდენიმე გაგება არსებობს, ვინ არიან ეს ანუნაქები. პირველი გაგება არის, რომ ეს პირველქმნილი ღვთაებები ენლილი, ინანა, ენქი, ნინილი, ასე შემდეგ, ესენი არიან, ანუ ანისა და ქის უშუალო შთამომავლები, ცისა და მიწის ესენი არიან ანუ ანუნაქები. ამათ შორის კავშირის ნაყოფი ხო რაღაც ხო. თითქოს ეს მეორე გაგება არის, რომ მათ შორის ანინდაქიც ანუნაქები არიან. რაღაც ელიტური საზოგადოების გაგება. მიწადაცაც ხო, ეგენი არის. ამათში შედის. ესე იგი წმინდა ნაწილი, ღვთაებრივი კატეგორიის. მაგრამ კიდევ არის გაგება, სადაც შვიდეული არის ცალკე დასახულებული ანუნაქების, ვინც წერს ამ ნამთარ ბედისწერებს წერს სამყაროს, ესე იგი რაღაცა რომ მნიშვნელოვანი ხდება, ბედისწერა დაეშვება მაგალითად იმ მეფეზე იქნება, ან ქალაქზე იქნება თუ ასე შემდეგ. მოკლედ ეს ანუნაქები კონკრეტულად ვინ არის, ეს წყაროებში არ არის. ესე იგი რაოდენობით გაგება არის, ბევრ რამეს შეიცავს და უფრო არის ამ მაღალ ელიტაზე საუბარი პანთეონის. და აი ნახატები ნახატი რა იყო და აი ფრესკებზე რო არის ამოტვიფრული აი რაღაც გეგონება არწივის თავები აქვთო, უჭირავთ რაღაცეებით, ფრთებით, უფრო მაღლები არიან ვიდრე ადამიანებს და რაც საათებივით თითქოს უკეთიათ მაჯებზეო. ეგ უკვე ასურულია თუ უფრო შუმერული ხატები არის ანუნაკების აღწერის. დაახლოებით ხვდები რაზეც ხო, საუბრობ. აი კი, ეს რქოვანი ტიპის რქებიც კი ბატონო. სამოსელი ეს ცნობილია ეს რქა დაკავშირებული იყო ზეციურ ესე იგი კავშირთან, ამაღლებასთან, შენ ლეგიტიმაციასთან, ესე იგი ღვთაებრივ ამაღლებასთან იყო ხო და დაკავშირებული. რა უცნაურია რატო მაინც და მაინც რქები და მე დემონებს რატო აქვს რქები, იმიტომ რომ ერთი ნახატი ცხვარია ძველი მოსესი, რომ უკან სინათლესავით რქები აქვს ესე. აი რატო რქა მაინც და მაინც ხო აი რქას სხვადასხვა ხო აქ ეგ ორმაგი სახეა ზოგადად ანტიკურ სამყაროში ახლა მაგალითად ეს ამალთიას რქა ეგეთი ცნობილი სადაც ზევსს ჰქონდა ეს
რქა, რომელიც ყველას სანოვაგეს იძლეოდა, არასოდეს არ ილეოდა და სიუხვის და ეგეთი რქა იყო. აა, შუმერშიც არის მაგალითად ზოგადად ჩუმდინარეთშიც რქა არ დასტურდება როგორც ბოროტი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რადგანაც ეს დაკავშირებული იყო ღვთაებებთან, მათ შორის მარდუქთან უპირველეს ხო, ყოვლისა, ბაბილონის უმთავრეს ღვთაებასთან, მისი გამოსახულებები ყოველთვის არის რქოვანი, ეს თავსაბურავი, ბიბლიაში შემოდის მისი უარყოფით ეგაგება. იმიტომ რომ ის ხალხი, ებრაელები ხედავენ კაცს, ღვთაებას, რომელიც არის ყოველგვარი ბოროტის საწყისი მისთვის, ხო, მოვიდა, ქვეყანა დაუნგრია, ტყვეობაში დაამონა, ხო. წამოასხა და მათთვის ეს სიმბოლო ხდება ბოროტების სიმბოლო. მე ასე წარმომიდგენია, რომ მმ. შემდეგ უკვე ბიბლიურ ცნობებში უმეტესწილად, თუმცა ესეც არის გარკვეული ძველი რაღაცეები დაცული, ნელ-ნელა ხდება ეს ბოროტთან ალბათ გაიგივება. ხო, ნუ ხო არსებობს ისეთი მცნებებიც, აი ეს უკვე ცოტა შეიძლება კონსპირაციული ნაწილი იყოს ჩვენი მსმენელისთვის, მაგრამ მაინც საინტერესო, ესე ვთქვათ, სათამაშო მოედანი არის, რომ ეგეთ ცნობები არსებობს, რომ წარღვნამდელი ცივილიზაცია, რაც გიგანტებად მოიხსენიებენ ზოგ ადგილებში, ნეფილიმები ასე შემდეგ. და კიდე არის ცნობები, რომ სწორედ ამ ძველ ცივილიზაციას გიგანტებისაც რქები ჰქონდათო. და ეგ ხო არ არის რაღაც მაგათთან კავშირში, რომ ძველ გენთან გვაქვს საქმე, რაც ანუნაკები იყვნენ და მართლა ჰქონდათ ეს რქები ბუნებრივად, იმიტომ რომ აი უშუალოდ როგორც თქვი რა ძალიან დიდი ღვთიური ელიტის წარმომადგენლები იყვნენ. აი ეგეც შეიძლება იყოს. ხო, ეს ბიბლიაშიც არის, ხო, ეს ხო, რაღაცა პარალელი, რომ ღვთისშვილები ხო, ჩამოდიოდნენ და ღვთისშვილების გაგება. აა შუამდინარულ წერილობით წყაროებში ესეთი კონცეფცია მაინდა-მაინც არ არის. არ არის, ხო. არ მახსენდება. ხო, რომ ამიტომ იყოს. დავტოვოთ როგორც თუმცა შეთქმულების თეორიის ხო, კატეგორია. ღვთაებრივი სიმბოლიკა არის, როგორც გამოსახულებებზე, ღვთაებებს ახურავთ ყოველთვის ეს რქა და ალბათ ის, რომ სადღეგრძელოც მაგალითად არის გამოსახულებები, ხო, ეს რქით ისვება, არის აი სწორედ ამ ღვთაებრივი საწყისობის, რომ აი ამასთან არის, რომ სითხე, რომელიც მაკავშირებს მეტაფიზიკურად აჰა. მე ამ ღვთაებრივი სიმბოლოთი აღმომაღლებს. ხო, 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 ხო. ალბათ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს. თუმცა სხვადასხვა ცივილიზაციებია, ხალხები და შესაბამისად იგივე როგორც მაგალითად ძაღლის გაგება ძაღლი შეიძლება რაღაც კარგი სიმბოლოც იყოს, ხო, კარგი ძაღლის ბედი აქვს, მაგას ხო აიგე. და მეორე შეიძლება იყოს, რომ უფრო ცუდათაც იყოს. იგივე არის შუնդერეთში, ორ ანდაზებში მაგალითად ხდება, რომ ერთ შემთხვევაში ძალიან კარგი არის ეს ძაღლი და მეორე შემთხვევაში ძალიან ბოროტი ღვთაების რაღაც ცუდ რაღაცებად აქვს. ხო. ანუ ხო, ეგ აქაც ეს რქები პოლუსური ორბუნებო, ხო. გაგებები რაღაც ცნებების არის და საინტერესო საკვლევია. ხო და აი აბსოლუტის გაგება აქვთ შუმერულ ღმერთებს, იმიტომ რომ აი ეს ანი და კი არის უშუალო დუალობები და ანუნაკებიც რაღაც ერთგვარი ამათი დამაკავშირებელი არსებებივითაც გამოიხატებიან და აი რაღაც ისეთი რაც ამ დუალობების მიღმა არის აბსოლუტი აქვთ ეგეთი რამე გაგება თუ არა? ესე იგი, ამ ანუნაქებს ერთ რემარკას გავაკეთებ, რომ ხო, ცალკე ღვთაებებად ნუ წარმოვიდგენთ ამ ანუნაქებს. ესე იგი, ეს არის გარკვეული წოდება. ტიტულივით. ხო, ტიტული შეიძლება ასე თქვა, თუმცა აი იმდენად საწინააღმდეგო ცნობები გვაქვს, რომ მაინდა-მაინც დადასტურებით ვერ ვამბობ, მაგრამ თვითონ ენლილიც და ანიც და კიც არიან ანუნაკები. ხო, ერთ-ერთი მითის მიხედვით, მაგალითად ესე ანუნაქები არიან. კიდე ერთ-ერთი მითის მიხედვით არის, რომ ესენი ცალკე ხდება არიან და ვიღაც ანუნაქები შვიდეული მოხსენიებულია ღვთაებათა საბჭოში, ვისაც განაჩენები გამოაქვს. ესეთი გაგებაც არის. ცოტა გვიანდელი არის ეს ხო. ანუნაქები, რა გვიან შექმნილი არის, გვიან შემოდის. მაგრამ ეს დადასტურებით არის ხო ნახსენებით ფილებში ან კი, რომ ანუნაქი ისტორიულ ხო და ტერმინი. ის ვარიანტი რომ რაც უცხო პლანეტარული ცივილიზაცია რომელიც ციდან ჩამოვიდა ანუ მაგაზე რამე ხელჩასაჭიდი წერია რამე თითქოს თევზებივით ხო ან თევზებივით ხო ეგეც ხო არის თევზის სიბაში რომ ამოვიდა სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის მექსიკურ ბოდიში და ზუსტად არ მახსოვს ამიტომ ვიტყვი სამხრეთ ამერიკულ ეპოსში წერია რომ ქვეძა ქოათლ ქვია იმ ადამიანს რომელიც წყლიდან ამოვიდა რამოდენიმე ადამიანთან ერთად წარღვნის შემდეგ რომელმაც მოიტანა ასტრონომია სოფლის მეურნეობა
მოკლედ ის ცივილიზაციური რაღაცა კერა, რომ არ დაკარგულიყო გაცნო ამად და იგივენაირად ხდება ძალიან ბევრ ადგილას, ეგვიპტეშიც, ინდოეთშიც, აი რაც წყლიდან ამოდიან და ხშირად არიან თევზის ფორმებში ზუსტადაც, რომ ძალიან უცნაურია, რომ ეხლა შენ სახსენე, მე არ ვიცოდი, რომ შუმერებთანაც იყო ეს წყლის ის, მე მეგონა, რომ უბრალოდ რა ციდან ჩამოვიდნენ. ამ, წყალი არის ეს აბსურდს ვაღნიშნე მიწისქვეშა ხო, წყნარი წყლები ტბასავით არის ყველა სიბრძნის და ცოდნის საწყისი და კერა შუმერულ გაგებაში. აი ერთგვარი რაღაცა მყარი კონცეფტი ესეც არის. სადაც ცხოვრობს ღვთაება ენქი და იმას ამოაქვს ეს სიბრძნეები ხალხისთვის. ეხლა ეგ მითი თითქოს ეგ რაღაც უცხოელები ო მაგაზე მაგარ რაღაცას გეტყვი მე. მეც დამაინტერესა თავიდან ამ დარგში რომ შევაბიჯე და ვეცებდი, ხო, ვეცებდი, ვეცებდი. რა თქმა უნდა, არაფერი არ არის გვიანდელი რაც გაზვიადებები არის. რუსულ წყაროებში არ დასტურდება ეს. მით უმეტეს არქეოლოგიურადაც ეხა ჩვენ დაახლოებით ვხედავთ ამ კულტურის სტაბილურ განვითარებას კერამიკაში, შემდეგ იგივე დამწერლობაში როგორ ვითარდება და საკმაოდ ესე იგი არ ჭირდება ხო, ადამიანებმა ბევრი რამე შეძლეს ამ კულტურამ. სამწუხაროდ და ხო. არ არის ეგ დადასტურებული. ენლილზე რო თქვი, აჰა. ის მიწისქვეშა მტკნარი წყლების მეუფეო და ენქი, ამოდისო, ხო, ენქი. მაგაზე ძალიან საინტერესო არის იბრაჰიმ კარიმი არის ერთი ბიოგეომეტრიის სპეციალისტი, მეცნიერი, რომელიც იძახის ეგეთ რამეს, რომ სწორედაც ეს მიწისქვეშა მტკნარი წყლები, რაც არის primordial waters აჰა. ეძახის. პრიმორდიალური წყლები, რაღაც ძალიან ისეთი ყველაზე სუფთა წყალიაო. ეგ ნაკადები ერთმანეთს რო ეჯახება მიწის ქვეშო, სწორედ მაგ დროს ამოდის ზემოთო და აი წმინდა ანუ ძალის ადგილებად მიიჩნევს მაგ ადგილებს, იმიტომ რომ მაგ დროს ჩდება ეს რაღაც ბუნებრივი ფანტანებივით, აი რაღაც წყლის დასალევი ადგილებივით, რის ირგვლივადაც ხშირად შენდებოდა ტაძრებიო ძველადო. სწორედ ეგეთი ძალის ადგილების დროს რო აი წყალი ამოვიდა მიწიდან, ეგ არის სამკურნალო წყალი, როგორც ჩვენ თქვათ, სიბრძნის მომასწავლებელი, რაც ყველაზე სუფთა და ხელუხლებელი და მან შენდებოდა ისინი ძალიან გავს აი ეს ამოვიდესო ზემოთ, აი დავაკავშირე ეგეც ხო, რაღაც ერთმანეთთან. სიბრძნე არის ამ წყალთან ხო, დაკავშირებული. და აი ეს გაგება კიდევ საკუთრივ შუმერულზე ვსაუბრობდით, ხო? აი როგორ განასხვავებს მაგალითად შუმერი საკუთარს და განსხვავებულს, ანუ გულისხმობ ხო, სხვას კაი კითხვა ეგეც. ადამიანს ჩემიანი არის, მტერი არის, ხო, უცხო არის. ოჯახის წევრი მეგობარი, აი რა, ხო, ხო, ესე ამ საკითხებზე ხა ძველი ისტორიის სემინარები ტარდება ხოლმე თესავში ლევან გორდეზიანის ხელმძღვანელობით ხშირად გვისაუბრია და გარკვეულწილად ამ მოსაზრებას ვეთანხმები მეც რომ სამი საფეხურებრივი გაგება აქვს, ესე იგი არის ჩემი, ვინც კარგად ასე იგი ხორბალი ჩემნაირად მყავს, ლუც ჩემნაირად სვამს, ჩემნაირად იმოსება, წერს, მოწყობა ჩემნაირად ეს მეების გაგება, ეს არის საკუთრივ ჩემი. არის კარგად ნაცნობი უცხო, რომელიც მე არ მგავს, მაგრამ ვიცი, ვინც არის იგივე აკადემიკი მაგალითად, ერთად თანაცხოვრობთ, განსხვავებებიც ვიცი, ის პატივცემს მაგალითად ჩემ კულტურას, ენობრივი ცვლილები გვაქვს, ასე შემდეგ და არის უცხო, აი როგორ ამბობს შუმერი, რომ ეს არის ველური. ესეთი ფორმულები აქვს, რომ აი გუთიელებზე ამბობენ, რომ ხალხი მორიელებს უწოდებენ და მორი. ხო, მორიელებივით არიანო და აა ესენი არიან ხალხი, ვინც არ იცის პური, არ იცის ხორბლის კულტურა. აი ლუდი არ იცის, როგორც შეიმოსოს სელით. აი ეს რაღაც მარკერები აქვს კულტურული რითაც განასხვავებს შუმერი საკუთარს და ანუ მიღმიერს. კულტურას ძალიან დიდი ადგილი ეკავა მაგაც ხო, ცხოვრებაში და მაგ წარმართლა. ცოდნას, ხო, კი. ძალიან დიდი. ნუ ვა, და საინტერესო არის. აი და ეხლა გამახსენდა რაღაც მომენტში დამწერლობებზე საუბრობდით და ტექსტები არის ძალიან ცოცხალი. მათ შორის წერილები არის შემორჩენილი. ესე იგი პირადი წერილები და საინტერესოა ის რომ ეს ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე რომ სხვა კონფიდენციალობა აქაც იყო დაცული და როგორ იყო დაცული. ესე იგი რა უნდა გაეკეთებინა თიხის ფირფიტაზე რომ წერდნენ, შემდეგ თიხისავე ყულაბასავით უკეთებდნენ ამ თიხის ირგვლივ და მას ეწერა, ესე იგი გამოგზავნისა და მიღების მონაცემები. და წერილი რომ მოგივიდოდა, ვერაფრით ვერ წაიკითხავდი თუ არ გატეხავდი ამ ყუთს, კონვერტს. ხო,
შესაბამისად, აი ეს კონფიდენციალობის საკითხით ვა, რაღაც შინაგანის ინდივიდუალური სივრცე ჩანს ამ საზოგადოებაში, რომ რაღაცები ძალიან ხელშეუხებელი არის და ეს წერილები ეხლა მახსენდება ხშირად სტუდენტებთან ახსენებ ხოლმე რამდენიმე წერილს აა ერთ ძმა უგზავნის წერილს დას, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვარო, იმიტომ რომ რამდენი ხანია მამაჩემი არ მინახავსო და ბაბილონში შევხვდებით. მაგრამ ეხლა ძალიან უბედურები ვართ ორივე, იმიტომ რომ ჩვენმა მევალემ დაგვიჭირაო და კაბალაში ესე იგი დაგვეტყვევაო და გაყიდეო, რაც კი გვაბადიო და გამოგვიგზავნე და დაგვიხსენიო. აი სიტყვა სიტყვით არის ესეთი წერილები რასაო? ძალიან ბევრი. მათ შორის არის სასიყვარულო წერილები. მათ შორის არის სიყვარულთან დაკავშირებული ტრაგიკული წერილები, სადაც სიტყვა სიტყვით ასე წერს მეგობარი მეგობარს, რომ აა შენ ხო ჯერ რაღაც ფორმულირებების ყველა წერილს საერთო აქვს, რომ ერთმა გაჯანმრთელოს სალამი შუმერული არის, ესე იგი. ხო, სალამი შუმერულის. სემიტურშიც არის ხო. შესული. ჯანმრთელობას ნიშნავს, ესე გაგიმარჯოს სალამ, შალმუ. ვა, და აქ წერს, რომ ესე იგი ამბავი მოხდა ასეთი, რომ ამ კაცის დას შეურაცხყოფა მიაყენა, ნამუსი ახადა ვიღაცამ და ცოლად არ შეირთო და გაიქცა. და ეს შეურაცხყოფილი ადამიანი ამ ქალის ძმა თავის მეგობარს უგზავნის წერილს და სიტყვასიტყვით ეუბნება, რომ ჩვენს ძმობას გაფიცებ. ეს კაცი როგორც ჩანს არის რაღაც 20 მეთაურის რაღაც სამხედრო წარმომადგენელია. შენ ხო ძალგით ამის აღსრულება. წადი და მოიქეცი ისე, როგორც ჩვენი ძმობის ღირსება შეეფერებ. ვა. აი ესეთი წერილები რო ამოდის ძალიან ხვდები რომ ეს ადამიანი ხო, როგორი არ ადამიანურები და არიან არც ეგრედიც. იცვლება საერთო ხო, ადამიანური ფაქტორები ხო, ყველა ფორმები დროში იცვლება ალბათ მერე მაინც. ერთი არის და ადამიანი ხო. ვა, ძალიან აა, საინტერესო ის რაღაც უფრო ემპათიის შეგრძნება გავიჩნდა კი მერე კი შუმერების მიერ. ოთარი, ეხლა დასასრულს რომ წავიყვანოთ, მინდა რომ აი როგორც იყვიან ესე ტორტის მთავარი გემრიელი ნაწილი რაც არის უშუალოდ ჩვენი შუმერულ ქართული პარალელები, რაც არის შეიძლება ეს იყოს ენობრივი, მოახსენეთ ჩვენ ასევე ხორბალი, ღვინო, პური, ლუდი, ეგეთი რაღაცეები, რა გვაქვს საერთო მოკლედ შუმერებთან, იმიტომ რომ მაგაზეც ბევრი თეორია არის, რომ შუმერები არიან რაც გადმოსახლებული, მე რო უკვე აქ გადმოსახლდნენ და ქართველები არიან. არ ვიცი, არ გამოვრიცხოთ. შეიძლება მართლა რაღაც გენების აღრევა რაღაცნაირად მოხდა და ვიღაცეები მართლა ატარებენ შუმერულ გენს აქ. არ ვიცი, მაგრამ უშუალოდ აი მთავარი ისეთი რაც დადასტურებული არის სიტყვაზე ენაშეი სალამი მაგალითად რაც თქვი, ღვინო და ხორბლის მომენტი ეგ. ხო, აი რეები არის ეს და კიდე რო ვისაუბროთ მაგაზე. ხო ეს ალბათ კითხვათა კითხვა არის მათ შორის ქართული ისტორიოგრაფიული სკოლისთვისაც რომელიც ივანე ჯავახიშვილმაც თავიდანვე ნათლად დასვა იმიტომ რომ ჩვენი ეთნოგენეზის საკითხის გასარკვევად მნიშვნელოვანი არის ვიცოდეთ ის შორეული წარსულები ჩვენი ფორმირების შესახებ. ეხლა შუმერებს რაც შეეხება სანამ ქართულ სკოლასთან მივალ აა დღესდღეობით ესეთი აზრი არის მეცნიერებაში მიჩნეული, რომ ეს არის იზოლირებული კულტურა, ენათა იზოლირებული ცალკე მდგომი ოჯახი და არანაირი კავშირი მას არავისთან არ აქვს. ეს არის დღესდღეობით ჯერჯერობით შეთანხმებული კონსენსუსი ასეთი არის სამეცნიერო წრეებში. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ჯერ წყაროები იმ დონეზე დამუშავებული არ არის, ბევრი დაზიანებულები არის, ბევრი ეს შავი ხროლები რჩება როგორც გადაცემის დასაწყისში ვახსენეთ. მეორე მხრივ არის რაღაც საცდურები, რომ ენა აგლუტინაციურია, რაღაც ერგატიული კონსტრუქციები აქვს და ამგვარი ნიშნები შეიძლება სხვა ენებშიც იყოს. ბევრ მეცნიერს უბიძგა, რომ ეძებნა გარკვეული კავშირები. ეს თავისთავად მისასალმებელი ფაქტი არის, მაგრამ ხშირად მათ შორის ჩვენ შემთხვევაშიც სურვილმა გაუსწრო პროფესიონალიზმს და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა დამაზიანებელი სამეცნიერო სკოლებისთვის. ეხლა მარტო ჩვენ არ მოგვსვლია ეგ, იგივე მაგალითად ისეთი კონცეფციები არის რომ მაგალითად შუმეროს აკავშირებენ ფინურ ენასთან. ჰმ. ეხლა თუ ოდნავ ისტორიაში ჩავიხედავთ, ანუ უბრალო ართაულ ენათა ჯგუფთან ესე იგი სასაცილო არის ხო. ფაქტობრივად სერიოზულად ამაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ მეორე მხრივ რა არის ის ხელჩასაჭიდი,
რაც გვაფიქრებინებს გარკვეულ კონტაქტზე, ხო? სხვათა შორის მიხაკო წერეთელმა, აი ვინც გილგამეშიანი თარგმნა ვახსენეთ, თუ არ ვცდები 1905 წელს გამოსცა ინგლისურ ენაზე არის ეს სტატია ძალიან ცნობილ ჟურნალში და იქ საუბრობს სუმერულს ამბობს იქ სუმე. ქართველურ ენათ თა შორის კავშირებს. იქ საუბრობს გრამატიკულ კატეგორიებზეც და 300-მდე დაახლოებით, ასე მახსოვს, 300-მდე სიტყვა აქვს ჩამოთვლილი, რაც თითქოს ორივე ენაში მსგავსი მნიშვნელობა აქვს. მათ შორის არის ეს სიტყვები, როგორც არის ყანა, მაგალითად თავდაყირაც ხო რაღაც ეგეთი. ყირა, ხო, ყირა. მიწა არის ხარო რაღაცის შესანახი მიწაში და თითქოს ესეთი სიტყვები გვაფიქრებინებს, რომ ეს ხალხები რაღაც ისტორიის რაღაც მომენტში იმდენ ახლოს ცხოვრობდნენ ერთმანეთთან. ანუ ეს არის სიტყვები, რომლებიც შეიძლება სავაჭრო გზით არ გადასულიყო, ხო? ეხლა ვაჭრობისას ხარო არ გახსენდება, შეიძლება რაღაც მონეტის ფულადი ან საწყავ ერთეული ან დოქის ზომა, რაღაცეები ესენი გადავიდეს, პროდუქტის სახელები გადაღვინო, მაგალითად, ყველგან თითქოს საერთო ფუნქცია ყველგან გადასული აქვს, ხო? მაგრამ ხო, ეს გვაფიქრებინებს ასეთი სიტყვების არსებობა, რომ თითქოს ამ ხალხს რაღაც კავშირი უნდა ჰქონოდათ. ესე იგი, დღევანდელი ვითარება ასეთი არის, რომ ჩვენ რაღაც ელემენტები არის, რომლებიც საკმარისი არის იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა. მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სამეცნიერო ასპარეზზე, ესე იგი, გადაჭრით ვამტკიცოთ რაიმე სახის კავშირის არსებობის შესახებ. მაგრამ გონია რომ არის საკმარისი რაც მასალა გამოსაკლევი რაც მოგცემს საბაბს რომ იქაც დავამტკიცოთ? ეხლა მასალა აწი და აწი მეტი მოდის და აუცილებლად გაეცემ ამას პასუხი ადრე თუ გვიან, როდესაც რა არის ის არასაკმარისი მეცნიერებაში რომ რაღაცა დაამტკიცო, სტატისტიკური მასალა გინდა ყველა ეტაპზე აჩვენო რომ გარდამავლობა. ის რომ იგივე მაგალითად სხვილი გავს, თვალი გავს, არ არის რა. აი მაგალითად ზვიგენიც და დელფინიც თევზია, ხო? წყალში ცხოვრობს ორივე, მაგრამ ზვიგენი თევზი არის, ეს ძუძუმწოვარი არის. იგივე რამე შეიძლება ითქვას დაახლოებით ამას ის რომ რაღაც ეს ელემენტები ორივე თქვათ აგლუტინაციური ან აგრეგატიულია რაღაცა სიტყვები ერთმანეთს გავს ეს ბევრ ენასთან იაპონურში შეიძლება გამონახო ახ ქართულ ენასთან მიმართებაში და ასე შემდეგ. მაგრამ ის რომ რაღაც საერთო კულტურული ნიშნები შეიძლება ჰქონდეს საერთო გეოგრაფიულ გარემოში თანაცხოვრობდით ეს საკითხები არის მნიშვნელობის და ხელჩასაჭიდი არის, რომ ყოველ შემთხვევაში კვლევა გაგრძელდეს. მაგრამ ამ ეტაპზე რაიმეს თქვა გადაჭრით შეუძლებელია, იმიტომ რომ არ გაქვს სტატისტიკური მასალა, საკმარისი ენობრივი მასალა არ აქვს. ეხლა მაგალითად ნებისმიერი სახის აქტივობა ფუნდამენტური იყო გილგამეშენის პროექტი გაკეთა მაგალითად სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯემალ შარაშეინძე, ზურაბ არათაშვილი, სამსონია, ნეტადიშვილი და მეც მონაწილეობდით. შეიქმნა დიდი კორპუსი ქართულ თარგმანებით. ესეთი ბაზები, როდესაც იქმნება, შემდეგ უკვე ენათმეცნიერულ დონეზე ბევრი ელემენტები შეიძლება ცალ-ცალკე დაამუშავა. ის ასპექტი, როგორიც იწარმოება და ასე შემდეგ. ეს საბოლოო ჯამში რაღაც მასალას დაგიგროვებს, რომ მაგალითად ასპექტის გაგება ქართულში და შუმერულში აჩვენო, რომ რაღაცეები არის. მაგრამ აქამდე ძალიან დიდი გზა არის, ესე იგი, გასავლელი და ამიტომ აქ ხშირად სურვილი გჯობნის და ეს იმიჯის შემლახავით შეიძლება იყოს და განსაკუთრებული სიფრთხილეა. ხო, და აი ეს მეცნიერული ფილტრი რო ჩამოვაშოროთ, შენ რა გონია, როგორი კავშირი გქონდა? აი ისე უბრალოდ აი როგორც ფანტაზია და თავისუფალი ფიქრი ეს მეცნიერული თვალით რო არ შევხედოთ. აი უშუალოდ სიტყვაზე აი ლუდის და ღვინის მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენც ხო ვითვლებით გარკვეულწილად ხორბლის და ღვინის ქვეყანათაც, მაგრამ ამათაც ჰქონდათ და აი რა სიტყვებთა ეს მაგალითად სალამი, თავდაყირა ძალიან საინტერესო თავდაყიროდ გახარ ხო თავდაყირა არის მიწა. ხო, ყირაში გირ. ხო, აი ეგეთი რაღაცეები და შენ რა გონია არამეცნიერული თვალით? ხო, ნუ ეხაც მე შემიძლია ლამაზი ტყუილი ვთქვა. თუ ეს გჭირდება, მაგრამ მე მგონია რომ არც ქართულ კულტურას არ ჭირდება არაფრის მიკერება, არც შუმერებს რაიმეს გამოკლება,
იმიტომ რომ ფაქტი არის, რომ იმ დროს ვიყავით ჩვენ, როდესაც ეს კულტურა არსებობდა. ეს ხო Mhm. ფაქტი არის, კი, ხო? ეს ნამდვილებით შეიძლება, როდეს შუმერები იყვნენ, ქართული ტომებიც და ეს ქართული კულტურაც არსებობდა კი. იმ ადგილას, სადაც დღეს ვართ. მეორე მხრივ ის, რომ შუმერეთს ძალიან ფართოდ ჰქონდა განვითარებული სავაჭრო ქსელები და ინდოეთში გადადიოდნენ, არ არის გამორიცხული, რომ სამხრეთ კავკასიამდეც ამოდიოდნენ და ამოდიოდნენ კიდეც. ჩვენ რომ ამ კითხვას პასუხი გავცეთ, ალბათ ქართულმა არქეოლოგიუმმა უნდა გააგრძელოს მუშაობა და ამ კუთხით ალბათ ძალიან საინტერესო იქნებს სადმე რაიმე ხო, დამწერლობა რაღაცა აღმოჩნდეს ან ფირფიტა აღმოჩნდეს ლურსმული ფირფიტა ჩვენთან. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს ქართულ არქეოლოგიას, ერთმეცნიერებას ამ მიმართულებით და თუ იქნება სათანადო სურვილი, ენთუზიაზმი და ხელშეწყობა, აუცილებლად გაიცემა პასუხი ამ ხო. კითხვებს. მეც გონია რომ ბევრ რამეს ფარავს მიწა და შეუცნობელ ეგეთ ისტორიულ არტეფაქტებს და ძალიან მაგარი იქნება ეგ რომ კარგად იქნეს გამოკვლეული და მადლობა ოთარი ძალიან დიდია ისე ვისიამოვნე გავკვირდებოდი რომ იცი ხო ბევრი შუმერული სიტყვები რაღაცეები მადლობა როგორაა შუმერულად ეხლა სხვათა შორის როგორ გამოხატავდნენ იმასაც ხო გეტყვით. აა როგორც ასეთი სიტყვა მადლობა არ არის შუმერულში. აი ცალკე მადლობა ეხლა რომ შეიყვანო ლექსიკონში ვერ ხო იპოვე. აი ხელის ცხვირთან მიტანით ესე არ ვიცი რაღაც არის ეს რატო ღვთაებისადმი მადლობის გამოხატვა ან სახესთან მიტანით ეს გამოხატავს მადლობას. სხვანაირად მადლობა და მადლიერება კეთილის სურვილით გადმოიცემოდა, რომ ღმერთი იყო შენი შემწე ეს ხო აი წერილებში. ღმერთი ხო. გფარავდეს არა თუმცა ხო მეორე სრული ალბათ ეს შინაგანი იმდენად თავდაპირველი ხალხი არის, რომ მადლიერების განცდა აქვს, მაგრამ ეს სიტყვა არ არის ესე ხო გამოკვეთილად ხო ქართულშიც მადლი ალბათ ცოტა გვიანდელი შეიძლება იყოს ფორმირება, მე შეიძლება ხო მოხდეს. ეხლა ესეთი რამ არ აქვს. თუმცა მადლობა გაიხარე ძალიან კაი იყო და მადლობა თქვენს ასე ჩვენ ძვირფასო მაყურებლებო ეს იყო შენი პოდკასტი არ და გავიწყდეთ არხის გამოწერა ვიდეოს დალაიქება და მომავალ შეხვედრამდე აბა კარგად